ეხლა ამ წამში, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი ტვინი ცდილობს გააკეთოს რაღაც შეუძლებელი. ის ცდილობს წარმოიდგინოს არაფერი. არა ცარიელი სივრცე, არა სიბნელე, არა ვაკუუმი, არამედ ნამდვილი, აბსოლუტური არაფერი. არც სივრცე, არც დრო, არც ფიზიკის კანონები. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძებთ, როცა ვეკითხებით. რა იყო დიდ აფეთქებამდე? მაგრამ აქ არის პრობლემა, რომელიც შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობდით დროის, სივრცისა და რეალობის შესახებ. ეს კითხვა შეიძლება საერთოდ არ იყოს კითხვა. ის შეიძლება იყოს ენობრივი ილუზია, ისეთივე უაზრო, როგორც კითხვა, რა არის ჩრდილოეთ პოლუსის ჩრდილოეთით. 2019 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის დეპარტამენტში ჯგუფმა მეცნიერებმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება იმისა, თუ როგორ მუშაობს დრო. ისინი შექმნეს კვანტური სიმულაცია, სადაც ინფორმაცია მოძრაობდა უკან დროში. არა მეტაფორულად, არა თეორიულად, არამედ რეალურად, გაზომვადად, ექსპერიმენტულად. და ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს რაღაცას ფუნდამენტურს. დრო არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. ის არ არის მდინარე, რომელიც მიედინება ერთი მიმართულებით. ის არ არის კონტეინერი, რომელშიც ხდება მოვლენები. დრო არის თვისება სამყაროსი, რომელიც დაიბადა დიდ აფეთქებასთან ერთად. და თუ დრო დაიბადა, მაშინ კითხვა რა იყო მანამდე, კარგავს აზრს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ჩრდილოეთ პოლუსზე. თქვენი ფეხები ეხება პლანეტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილს. ყინულის უსასრულო ველი, ყველა მიმართულებით. ახლა ვინმე გეკითხებათ. რა არის ჩრდილოეთით აქედან? კითხვა ჟღერს ლოგიკურად. ის იყენებს სწორ გრამატიკას. მაგრამ ის არ აქვს პასუხი, რადგან ჩრდილოეთი არის მიმართულება, რომელიც არსებობს მხოლოდ იმ ზედაპირზე, სადაც თქვენ დგახართ. როცა თქვენ აღწევთ პოლუსს, ცნება ჩრდილოეთი წვეთს არსებობას. არა იმიტომ, რომ რაღაც გიბლოკავთ გზას, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა ეფუძნება არასწორ დაშვებას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს გეოგრაფია. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება დროსთან, როცა ჩვენ ვეკითხებით დიდ აფეთქებამდე რა იყო. მაგრამ ეს ანალოგია მხოლოდ დასაწვისია, რადგან რეალობა უფრო უცნაურია, ვიდრე ნებისმიერი ანალოგია შეიძლება გადმოსცეს. დრო არ არის უბრალოდ კოორდინატი, როგორც ჩრდილოეთი და სამხრეთი. დრო არის ქსოვილი, რომელიც გადაჯაჭვულია სივრცესთან ისე მჭიდროდ, რომ ფიზიკოსები საუბრობენ ერთ-ერთეულზე. სივრცე, დრო. და ეს ქსოვილი შეიძლება იყოს დაჭიმული, დახრილი, დაგრეხილი გრავიტაციით. ალბერტ აინშტაინმა 1915 წელს მოგცა განტოლებები, რომლებიც აღწერენ ამ ქსოვილის ქცევას. და ეს განტოლებები გვეუბნებიან რაღაც რევოლუციურს. დრო არ არის აბსოლუტური. ის მიედინება სხვადასხვა სიჩქარით სხვადასხვა ადგილას. ის შენელდება ძლიერი გრავიტაციის ველებში. ის დაჩქარდება, როცა თქვენ მოძრაობთ სწრაფად. დრო არის დინამიური, ცვალებადი, ფიზიკური რეალობა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ უკან დროში. არა დროის მანქანით, არამედ თქვენი გონებით, თქვენი წარმოსახვით, მაგრამ ფიზიკის კანონების მიხედვით. თქვენ იწყებთ ახლა, ამ წამში. შემდეგ თქვენ მიდიხართ უკან 1 წუთით, 1 საათით, 1 დღით, 1 წლით. თქვენ ხედავთ სეზონების შეცვლას უკუღმა. ხეები ჩამოიძრობენ თავიანთ ფოთლებს, შემდეგ ისინი ხელახლა იზრდებიან. ადამიანები ახალგაზრდავდებიან, ქალაქები იშლებიან. თქვენ აგრძელებთ 10 წელი უკან, 100 წელი, 1000 წელი. თქვენ ხედავთ ცივილიზაციების აღმავლობას და დაცემას უკუღმა. თქვენ ხედავთ ყინულის ხანებს, რომლებიც მოდიან და მიდიან. თქვენ აგრძელებთ მილიონი წელი, 100 მილიონი წელი. თქვენ ხედავთ დინოზავრებს, რომლებიც ქრებიან. თქვენ ხედავთ კონტინენტებს, რომლებიც მოძრაობენ. თქვენ აგრძელებთ მილიარდი წელი, 2 მილიარდი, 3 მილიარდი. თქვენ ხედავთ დედამიწას, რომელიც ახალგაზრდა და ცხელია. თქვენ აგრძელებთ 4 მილიარდი 600 მილიონი წელი უკან. და დედამიწა ქრება. ის არ არსებობს. მხოლოდ მტვრის ღრუბელი მზის გარშემო. თქვენ აგრძელებთ 9 მილიარდი წელი უკან. მზე ქრება. მთელი მზის სისტემა ქრება. მხოლოდ გაზისა და მტვრის ღრუბელი ჩვენს გალაქტიკაში. თქვენ აგრძელებთ 10 მილიარდი წელი, 11 მილიარდი, 12 მილიარდი. გალაქტიკები უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან. სამყარო უფრო პატარა, უფრო ცხელი, უფრო მკვრივია. თქვენ აგრძელებთ 19 მილიარდი 600 მილიონი წელი უკან. გალაქტიკები იწყებენ შერწყმას. სტრუქტურა იშლება. თქვენ აგრძელებთ 19 მილიარდი 900 მილიონი წელი უკან. არ არის გალაქტიკები, მხოლოდ ცხელი, მკვრივი პლაზმა. თქვენ აგრძელებთ 18 მილიარდი 950 მილიონი წელი უკან.
სამყარო ისეთი ცხელია, რომ ატომები არ შეიძლება არსებობდნენ. 15 მილიარდი 999 მილიონი წელი უკან. სამყარო ისეთი ცხელია, რომ თავად ნაწილაკები იშლებიან, მხოლოდ ენერგია და აქ რაღაც უცნაური იწყება. რაც უფრო ახლოს მიდიხართ დიდ აფეთქებასთან, მით უფრო ნელა მიედინება დრო. არა თქვენთვის, თქვენს წარმოსახვაში, არამედ რეალურად, ფიზიკურად, გაზომვადად. ეს არის პირდაპირი შედეგი აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიიდან. როცა სამყარო ხდება უფრო მკვრივი, გრავიტაცია ხდება უფრო ძლიერი და ძლიერი გრავიტაცია ანელებს დროს. თქვენ აგრძელებთ უკან, მაგრამ ყოველი ნაბიჯი მოითხოვს უფრო მეტ ძალისხმევას. თქვენ უახლოვდებით ზღვარს, მაგრამ ეს ზღვარი უსასრულოდ მოშორებული ჩანს. თქვენ უახლოვდებით 19 მილიარდი 999 მილიონ 999,999 წელს. შემდეგ 19 მილიარდი 999 მილიონ 999,999 წელს და 1 დღეს. შემდეგ 1 საათს, შემდეგ 1 წუთს, შემდეგ 1 წამს, მაგრამ თქვენ არასოდეს მიაღწევთ ნულს. არა იმიტომ, რომ რაღაც გიბლოკავთ გზას, არამედ იმიტომ, რომ ნული არ არსებობს ამ კონტექსტში. დრო თავად იწყება დიდ აფეთქებასთან. არ არსებობს მანამდე. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით რა იყო მანამდე, არამედ იმიტომ, რომ მანამდე არის ცნება, რომელიც მოითხოვს დროს და დრო არ არსებობდა. ეს არის ისეთივე უაზრო, როგორც კითხვა, რა არის ჩრდილოეთ პოლუსის ჩრდილოეთით, ან რა არის ნულზე ნაკლები ტემპერატურა აბსოლუტურ ნულზე. ეს არ არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხები. ეს არის კითხვები, რომლებიც არღვევენ თავად ცნებებს, რომლებსაც ისინი იყენებენ. ეხლა ამ წერტილში თქვენი ტვინი ალბათ აპროტესტებს. ის გეუბნებათ, მაგრამ ყველაფერს უნდა გქონდეს მიზეზი. ყველაფერი უნდა მოდიოდეს რაღაცისგან. თუ დიდი აფეთქება მოხდა, რაღაცამ უნდა გამოიწვიოს ის. და თუ რაღაცამ გამოიწვია ის, მაშინ ეს რაღაც უნდა არსებობდეს მანამდე. ეს არის ინტუიცია, რომელიც ჩაშენებულია ჩვენს გონებაში. ჩვენ ვართ არსებები, რომლებიც ცხოვრობთ სამყაროში, სადაც მიზეზი წინ უსწრებს შედეგს, სადაც დრო მიედინება ერთი მიმართულებით, სადაც წარსული განსაზღვრავს აწმოს. მაგრამ ეს ინტუიცია ჩამოყალიბდა ევოლუციის მიერ, რათა დაგვეხმარა გადარჩენაში აფრიკის სავანებზე. ის არ ჩამოყალიბდა, რათა გაგვეგო სამყაროს დაბადების პირველი წამები, როცა ტემპერატურა იყო ტრილიონი გრადუსი და მთელი სამყარო იყო პატარა ვიდრე ატომი. 2021 წელს სტივენ ჰოკინგმა, ალბათ ყველაზე ცნობილმა თეორიულმა ფიზიკოსმა თავისი თაობისა, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც შესთავაზა რადიკალურ გადაწყვეტას ამ პრობლემისთვის. ჰოკინგი და მისი კოლეგა თომას ჰერტოგი შემოგთავაზეს იდეას, რომელსაც ეწოდა არასაზღვრო წინადადება. ეს იდეა ამბობს, რომ დიდ აფეთქებასთან ახლოს დრო იწყებს ქცევას როგორც სივრცე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოძრაობთ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ დედამიწის ზედაპირზე. რაც უფრო ახლოს მიდიხართ ჩრდილოეთ პოლუსთან, მით უფრო ნელა იცვლება თქვენი გრძედი. როცა თქვენ აღწევთ პოლუსს, გრძედი წყვეტს არსებობას. არა იმიტომ, რომ რაღაც უცნაური ხდება, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მიაღწიეთ ბუნებრივ საზღვარს გეოგრაფიული კოორდინატების სისტემისა. ჰოკინგი ამბობს, რომ რაღაც მსგავსი ხდება დროსთან დიდ აფეთქებასთან ახლოს. დრო თანდათანობით ხდება უფრო და უფრო მსგავსი სივრცისა, სანამ საბოლოოდ არ გახდება სივრცე. და როცა ეს მოხდება, კითხვა, რა იყო მანამდე, კარგავს აზრს, ისევე როგორც კითხვა, რა არის ჩრდილოეთით ჩრდილოეთ პოლუსისგან. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი იდეა, ერთი შესაძლო ახსნა. და აქ არის რაღაც ფუნდამენტური, რაც თქვენ უნდა გესმოდეთ კოსმოლოგიის შესახებ. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს თეორიები, მოდელები, განტოლებები, რომლებიც მუშაობენ საოცრად კარგად, როცა ჩვენ აღვწერთ სამყაროს ისტორიას დიდი აფეთქების შემდეგ პირველი წამიდან. მაგრამ როცა ჩვენ ვცდილობთ გავიდეთ უკან იმ პირველ წამამდე, ჩვენი განტოლებები იშლებიან. ისინი გვაძლევენ უსასრულობებს, აბსურდებს, შეუძლებლობებს. და ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენ სულელები ვართ. ეს არის იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ თეორიები, რომლებიც შექმნილია ერთი სახის სამყაროსთვის. სამყაროსთვის, სადაც სივრცე და დრო არსებობენ, სადაც გრავიტაცია მუშაობს კლასიკურად და გამოვიყენოთ ისინი სამყაროსთვის, სადაც ეს წესები შეიძლება არ მოქმედებდეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ აღწეროთ ოკეანის ტალღები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასიკური ფიზიკა, ნიუტონის კანონები, ჰიდროდინამიკა და თქვენ მიიღებთ შესანიშნავ პროგნოზებს. თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ ტალღის სიმაღლე, სიჩქარე, მიმართულება. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გამოიყენოთ იგივე განტოლებები, რათა აღწეროთ ცალკეული წყლის მოლეკულები. თქვენ ვერ შეძლებთ. არა იმიტომ, რომ ნიუტონის კანონები არასწორია, არამედ იმიტომ, რომ მოლეკულურ დონეზე თქვენ გჭირდებათ სხვა თეორია,
კვანტური მექანიკა. ანალოგიურად, როცა ჩვენ ვცდილობთ აღწეროთ სამყარო დიდი აფეთქების პირველ წამში, ჩვენ გვჭირდება თეორია, რომელიც აერთიანებს ზოგოგად ფარდობითობას. თეორიას, რომელიც აღწერს გრავიტაციას და სივრცე-დროს და კვანტურ მექანიკას, თეორიას, რომელიც აღწერს ნაწილაკებსა და ძალებს. ჩვენ გვჭირდება კვანტური გრავიტაციის თეორია და ჩვენ არ გვაქვს ის. აქვს ის. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა თანამედროვე ფიზიკაში. 10 წლეულების განმავლობაში ფიზიკოსები მუშაობდნენ სხვადასხვა მიდგომაზე. სიმების თეორია, რომელიც ამბობს, რომ ფუნდამენტური ნაწილაკები არ არიან წერტილები, არამედ პატარა ვიბრირებადი სიმები. მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, რომელიც ცდილობს კვანტიზაციას თავად სივრცე-დროს. კაუზალური დინამიური ტრიანგულაცია, რომელიც აშენებს სივრცე-დროს პატარა სიმპლექსებისგან, როგორც ლეგოს ბლოკებისგან. თითოეული ამ მიდგომების აქვს თავისი ძლიერი მხარეები და სისუსტეები. თითოეული მათგანი გვთავაზობს განსხვავებულ ხედვას იმისა, რაც შეიძლება მოხდეს დიდ აფეთქებასთან ახლოს. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დასრულებული. არც ერთი მათგანი არ არის ექსპერიმენტულად დადასტურებული. ჩვენ ვართ ბნელში, ვეძებთ ფენერს, რომელიც შეიძლება არც არსებობდეს. და აქ არის, სადაც ისტორია ხდება ნამდვილად საინტერესო. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სრული თეორია, ჩვენ გვაქვს იდეები, ჰიპოთეზები, შესაძლებლობები. და ზოგიერთი ამ იდეებიდან არის ისეთი უცნაური, ისეთი რადიკალური, ისეთი გონება გამანადგურებელი, რომ ისინი ცვლიან არა მხოლოდ ჩვენს გაგებას დიდი აფეთქების შესახებ, არამედ ჩვენს გაგებას რეალობის თავად შესახებ. ხებ. ერთი ამ იდეებიდან არის ციკლური სამყარო. იდეა, რომ დიდი აფეთქება არ იყო დასაწყისი, არამედ გადასვლა. რომ ჩვენი სამყარო არის ერთი ციკლი უსასრულო თანმიმდევრობაში. რომ სამყარო იბადება, ფართოვდება, შემოკლდება, გვდება და შემდეგ იბადება ხელახლა და ხელახლა და ხელახლა უსასრულოდ. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ, რომ დიდი აფეთქება, ეს მოვლენა, რომელსაც ჩვენ ვთვლით აბსოლუტურ დასაწყისად, რეალურად იყო მხოლოდ უახლესი დასაწყისი უსასრულო სერიაში. რომ მანამდე იყო სხვა სამყარო, რომელიც გაფართოვდა, შემდეგ შემოკლდა, შემდეგ კოლაფსირდა დიდ გრუნტში და ეს კოლაფსი გახდა ჩვენი დიდი აფეთქება. და რომ ჩვენი სამყარო ერთ დღეს ტრილიონობით წლის შემდეგ ასევე შემოკლდება და კოლაფსირდება და ეს კოლაფსი გახდება შემდეგი სამყაროს დიდი აფეთქება. ეს იდეა არ არის ახალი. ის არსებობდა ძველ ინდურ კოსმოლოგიაში, სადაც სამყარო გადიოდა უსასრულო ციკლებს შექმნისა და განადგურების. მაგრამ ახლა 41 საუკუნის შემდეგ ფიზიკოსები ცდილობენ მოუძებნონ მათემატიკური საფუძველი ამ ძველ ინტუიციას. 2002 წელს პოლ სტაინჰარტმა, პრინსტონის უნივერსიტეტის თეორიულმა ფიზიკოსმა და ნილ ტუროკმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის კოსმოლოგმა, შემოგთავაზეს მოდელი, რომელსაც ეწოდა ექპიროტული სცენარი. ეს სახელი მოდის ძველი ბერძნული ფილოსოფიიდან. სტოიკოსები სჯეროდათ, რომ სამყარო პერიოდულად განადგურდებოდა ცეცხლით, პროცესი, რომელსაც ეწოდა ექპიროზისი. სტაინჰარტისა და ტუროკის მოდელში ჩვენი სამყარო არის ერთი სამგანზომილებიანი ბრანა, მემბრანა, უფრო მაღალგანზომილებიან სივრცეში. და არსებობს სხვა ბრანა, პარალელური სამყარო, რომელიც მოძრაობს ჩვენი გვერდით. პერიოდულად ეს ორი ბრანა ეჯახება ერთმანეთს და როცა ისინი ეჯახებიან, ეს შეჯახება ქმნის უზარმაზარ ენერგიას, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დიდ აფეთქებას. შემდეგ ბრანები მოშორდებიან, სამყაროები ფართოვდებიან და ტრილიონობით წლის შემდეგ ისინი ხელახლა ეჯახებიან და ციკლი იწყება ხელახლა. ეს მოდელი გვთავაზობს პასუხს კითხვაზე, რა იყო დიდ აფეთქებამდე. იყო სხვა სამყარო, სხვა ციკლი, მაგრამ ის ასევე აჩენს ახალ კითხვებს. რა იყო პირველი ციკლის წინ? იყო თუ არა პირველი ციკლი? თუ ციკლები უსასრულოდ გრძელდება წარსულში, როგორ ვუმკლავდებით უსასრულობას? და თუ იყო პირველი ციკლი, რამ გამოიწვია ის? ჩვენ ვბრუნდებით იმავე პრობლემასთან, მხოლოდ ერთი დონით უფრო ღრმად. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ უსასრულო რეგრესიას. ყოველი ახსნა მოითხოვს სხვა ახსნას, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს სხვა ახსნას და ასე უსასრულოდ. მაგრამ არსებობს სხვა იდეა, რომელიც შეიძლება გვთავაზობდეს გამოსავალს. იდეა, რომელიც ისეთი უცნაურია, რომ ის ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ რომელიც რეალურად გამომდინარეობს ჩვენი საუკეთესო ფიზიკური თეორიებიდან. ეს არის იდეა კვანტური ვაკუუმის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ ვაკუუმზე როგორც ცარიელ სივრცეზე, არაფერი, სიცარიელე. მაგრამ კვანტურ მექანიკაში ვაკუუმი არ არის ცარიელი. ის არის ქაუშტუკებიანი, ენერგიით სავსე. ნაწილაკები და ანტინაწილაკები მუდმივად იბადებიან და ქრებიან, ჩნდებიან არაფრიდან და ბრუნდებიან არაფერში. პროცესი, რომელსაც ეწოდება კვანტური რქევები. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის რეალური გაზომვადი ეფექტი.
ფიზიკოსებმა დააფიქსირეს ეს რყევები ლაბორატორიებში. ისინი აქვთ რეალური ფიზიკური შედეგები. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აღებთ ამ იდეას. იდეას, რომ ვაკუუმი არ არის ცარიელი, არამედ სავსეა ენერგიით და რყევებით და გამოიყენებთ მას დიდი აფეთქების კონტექსტში. რა მოხდება თუ დიდი აფეთქება არ იყო რაღაცის მიერ გამოწვეული, არამედ იყო კვანტური რყევა? რა მოხდება თუ მთელი ჩვენი სამყარო, ყველა გალაქტიკა, ყველა ვარსკვლავი, ყველა პლანეტა, ყველა ატომი არის უბრალოდ უზარმაზარი კვანტური რყევა, რომელიც წარმოიშვა არაფრიდან? ეს ჟღერს აბსურდულად. როგორ შეიძლება მთელი სამყარო წარმოიშვას არაფრიდან, მაგრამ კვანტურ მექანიკაში არაფერი არ არის სტაბილური. ის არის დინამიური, ცვალებადი, სავსე პოტენციალით. და თუ პირობები სწორია, თუ კვანტური რყევა საკმარისად დიდია, თუ ენერგია საკმარისად კონცენტრირებულია, მაშინ ეს რყევა შეიძლება გახდეს რეალური, მაკროსკოპული, გაფართოებადი სამყარო. ეს იდეა ცნობილია როგორც კვანტური შექმნა ან შექმნა არაფრიდან. და ის არ არის მხოლოდ სპეკულაცია. ის ეფუძნება მყარ მათემატიკურ საფუძველს. 1982 წელს ალექსანდრ ვილენკინმა, ტუფცის უნივერსიტეტის კოსმოლოგმა, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც აჩვენებდა, რომ სამყაროს შექმნა არაფრიდან არ არღვევს ენერგიის შენარჩუნების კანონს. როგორ? რადგან სამყაროს მთლიანი ენერგია შეიძლება იყოს მული. დადებითი ენერგია მატერიაში და გამოსხივებაში ზუსტად აბალანსებულია უარყოფითი გრავიტაციული ენერგიით. სამყარო არის უფასო სადილი. ის არის ნულოვანი თანხა თამაში. ის შეიძლება წარმოიშვას არაფრიდან, რადგან არაფერი და რაღაც მათემატიკურად ეკვივალენტურია. მაგრამ თუ ეს მართალია, თუ სამყაროები შეიძლება წარმოიშვან არაფრიდან კვანტური რყევების მეშვეობით, მაშინ რატომ არის მხოლოდ ერთი სამყარო? რატომ არ არის უსასრულო რაოდენობა სამყაროები, თითოეული წარმოშობილი საკუთარი კვანტური რყევიდან, თითოეული საკუთარი ფიზიკის კანონებით, საკუთარი კონსტანტებით, საკუთარი ისტორიით? და ეს გვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ იდეამდე თანამედროვე კოსმოლოგიაში – მულტივერსი. იდეა, რომ ჩვენი სამყარო არ არის ერთადერთი, რომ ის არის ერთი ბუშტი უზარმაზარ კოსმიურ ქაფში, სადაც უსასრულო რაოდენობა სამყაროები მუდმივად იბადებიან, ფართოვდებიან, ვითარდებიან პარალელურად, ერთმანეთისგან იზოლირებულად. ეს იდეა გამომდინარეობს თეორიიდან, რომელსაც ეწოდება მარადიული ინფლაცია. ინფლაცია არის პროცესი, რომელიც ჩვენი მიხედვით მოხდა დიდი აფეთქების შემდეგ პირველ წამში. სამყარო გაფართოვდა ექსპონენციალურად, გაორმაგდა ზომაში და ხელახლა წამის მცირე ნაწილში. ეს ინფლაცია ხსნის ბევრ თვისებას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენ სამყაროში. რატომ არის ის ისეთი ერთგვაროვანი? რატომ არის ის ისეთი ბრტყელი? რატომ არის ის ისეთი დიდი? მაგრამ ზოგიერთი ვერსია ინფლაციური თეორიისა ამბობს, რომ ინფლაცია არასოდეს წყვეტს სრულად. ის წყვეტს ზოგიერთ რეგიონში. ჩვენი სამყარო არის ერთი ასეთი რეგიონი, მაგრამ ის გრძელდება სხვა რეგიონებში. და ეს სხვა რეგიონები ხდებიან ახალი სამყაროები, რომლებიც თავის მხრივ წყვეტენ ინფლაციას ზოგიერთ ადგილას, მაგრამ გრძელდებიან სხვა ადგილებში და ასე უსასრულოდ. ეს არის მარადიული ინფლაცია, პროცესი, რომელიც არასოდეს წყვეტს, რომელიც მუდმივად ქმნის ახალ სამყაროებს, უსასრულოდ. თუ ეს მართალია, მაშინ კითხვა, რა იყო დიდ აფეთქებამდე, იღებს სრულიად ახალ მნიშვნელობას. მანამდე იყო სხვა რეგიონი, მარადიული ინფლაციური ველისა. რეგიონი, რომელიც ჯერ კიდევ ფართოვდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გახდა სამყარო. და ამ რეგიონში კვანტურმა რყევამ გამოიწვია ინფლაციის შეწყვეტა პატარა ზონაში. და ეს ზონა გახდა ჩვენი სამყარო. მაგრამ ეს არ იყო დასაწყისი, ეს იყო გადასვლა. ეს იყო ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლა. ინფლაციიდან პოსტინფლაციურ გაფართოებაში. და ეს გადასვლა ხდება მუდმივად, ყველგან, უსასრულო რაოდენობით, მარადიული ინფლაციური ველის სხვადასხვა რეგიონებში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა. ეს არის ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს ყველა შესაძლო წიგნს. არა მხოლოდ ყველა წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა, არა მხოლოდ ყველა წიგნი, რომელიც შეიძლება დაიწეროს, არამედ ყველა შესაძლო კომბინაცია ასოებისა, სიტყვებისა, წინადადებებისა. ყოველი თაროზე, უსასრულო რაოდენობა წიგნები. ზოგიერთი მათგანი შეიცავს შექსპირის სონეტებს, ზოგიერთი სრულ აბსურდს, ზოგიერთი ამ წინადადებას, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ, მაგრამ ერთი ასო შეცვლილია. ზოგიერთი თქვენს მთელ ცხოვრების ისტორიას, დეტალურად, მაგრამ ერთი გადაწყვეტილება განსხვავებულია. ეს არის ხორხე ლუის ბორხესის ცნობილი აზროვნების ექსპერიმენტი, ბაბელის ბიბლიოთეკა. და ეს არის იდეალური მეტაფორა მულტივერსისთვის. თუ მარადიული ინფლაცია მართალია,
მაშინ არსებობს უსასრულო რაოდენობა სამყაროები და ამ სამყაროებში ფიზიკის კანონები შეიძლება იყოს განსხვავებული. არა რადიკალურად განსხვავებული. ისინი ჯერ კიდევ უნდა გამომდინარეობდნენ იმავე ფუნდამენტური თეორიიდან, მაგრამ პარამეტრები, კონსტანტები, რომლებიც განსაზღვრავენ როგორ მუშაობს ეს კანონები, შეიძლება იყოს განსხვავებული. ელექტრონის მასა შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული. სინათლის სიჩქარე შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული. გრავიტაციის ძალა შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული. და ეს მცირე განსხვავებები იწვევენ უზარმაზარ შედეგებს. ზოგიერთ სამყაროში ატომები არ შეიძლება ჩამოყალიბდნენ. ზოგიერთში ვარსკვლავები არ შეიძლება აინთონ. ზოგიერთში galaktikები არ შეიძლება შეიქმნან. ზოგიერთში ცხოვრება შეუძლებელი. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ატომები ყალიბდებიან, სადაც ვარსკვლავები ანთებენ, სადაც galaktikები იქმნებიან, სადაც ცხოვრება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ არსებობს. რატომ? ეს არის კითხვა, რომელმაც აწუხებდა ფიზიკოსები 10 წლეულების განმავლობაში. ჩვენი სამყაროს ფიზიკური კონსტანტები ჩანან გასაოცრად მორგებულად ცხოვრებისთვის. თუ გრავიტაცია იქნებოდა ოდნავ უფრო ძლიერი, ვარსკვლავები ძალიან სწრაფად ჩაქრებოდნენ და ცხოვრებას არ ექნებოდა დრო განვითარებისთვის. თუ გრავიტაცია იქნებოდა ოდნავ უფრო სუსტი, ვარსკვლავები არასოდეს ჩამოყალიბდებოდნენ. თუ ძლიერი ბირთვული ძალა იქნებოდა ოდნავ განსხვავებული, ნახშირბადი და ჟანგბადი, ელემენტები, რომლებზეც დამოკიდებულია ცხოვრება, არ შეიქმნებოდნენ ვარსკვლავებში. ჩვენი სამყარო ჩანს როგორც გოლდილოქსის სამყარო. არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი, არამედ ზუსტად სწორ. ეს დაკვირვება ცნობილია როგორც fine tuning-ის პრობლემა. და ის აჩენს ღრმა კითხვას: რატომ არის ჩვენი სამყარო ასე მორგებული? არის სამი შესაძლო პასუხი. პირველი, ეს არის შემთხვევა. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა. მაგრამ ეს პასუხი ჩანს არადამაკმაყოფილებლად, რადგან ალბათობა იმისა, რომ ყველა ეს კონსტანტა შემთხვევით მიიღებდა სწორ მნიშვნელობებს, არის ასტრონომიულად მცირე. ეს იქნებოდა ისეთივე, როგორც თუ თქვენ ისროდით ის არის შემთხვევით და ის მოხდებოდა მიზანში, რომელიც არის ერთი ატომის ზომის, რომელიც მდებარეობს სამყაროს მეორე მხარეს. შესაძლებელია? ტექნიკურად დიახ. სავარაუდო? არა. მეორე პასუხი. არსებობს შემქმნელი. ვინმე ან რაღაც, რომელმაც განზრახ დააყენა ეს კონსტანტები, რათა ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო. ეს არის თეოლოგიური პასუხი და ის არის მოქმედი რწმენის საკითხი, არა მეცნიერების. მეცნიერება არ შეუძლია დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის არსებობა. ის შეუძლია მხოლოდ შეისწავლოს ბუნებრივი ახსნები, ბუნებრივი ფენობრივი ფენომენებისთვის. მაგრამ არსებობს მესამე პასუხი, რომელიც არის მეცნიერული და რომელიც გამომდინარეობს პირდაპირ მულტივერსის იდეიდან. ანთროპული პრინციპი. ეს პრინციპი ამბობს: ჩვენ ვაკვირდებით სამყაროს, რომელიც მორგებულია ცხოვრებისთვის, რადგან თუ ის არ იქნებოდა მორგებული, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ, რომ დავაკვირდეთ მას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ სროლის პოლიგონზე. თქვენ ხედავთ 1000 მიზანს. 999 მიზანზე არ არის ის არის, მაგრამ ერთ მიზანზე, ზუსტად იმ მიზანზე, სადაც თქვენ დგახართ, არის ის არის, რომელიც მოხდა ზუსტად ცენტრში. თქვენ გაოცებული ხართ. როგორ შეიძლება ვინმე იყოს ასეთი ზუსტი? მაგრამ შემდეგ თქვენ აცნობიერებთ. არ იყო ერთი მსროლელი, რომელმაც ისროლა ერთხელ. იყო 1000 მსროლელი, თითოეული მათგანი ისროდა შემთხვევით. 999-მა გააცდინა, მაგრამ ერთმა მოხდა. და თქვენ დგახართ იმ მიზანთან, რომელიც მოხდა, რადგან ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ იდგეთ და დააკვირდეთ. ეს არის ანთროპული პრინციპი. ჩვენ ვაკვირდებით სამყაროს, რომელიც მორგებულია ცხოვრებისთვის. არა იმიტომ, რომ ყველა სამყარო მორგებულია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია არსებობა მხოლოდ იმ სამყაროში, რომელიც მორგებულია. თუ მულტივერსი არსებობს, თუ არის უსასრულო რაოდენობა სამყაროები განსხვავებული ფიზიკური კონსტანტებით, მაშინ fine tuning-ი აღარ არის საიდუმლო. ის არის სტატისტიკური აუცილებლობა. უმეტესობა სამყაროებისა იქნება უსიცოცხლო, უსტრუქტურო, ქაოსური, მაგრამ ზოგიერთი, იშვიათი, გამონაკლისი, მაგრამ არსებული, იქნება მორგებული. და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთ-ერთ ამ იშვიათ სამყაროში, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა სხვაგან. ეს არის ელეგანტური ახსნა, მაგრამ ის ასევე არის საკამათო. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ ანთროპული პრინციპი არ არის რეალური ახსნა. ის არის თავის არიდება. ვის არიდება? ის ამბობს, ეს ასია, რადგან ჩვენ აქ ვართ, რაც არ არის ნამდვილი მეცნიერული ახსნა. სხვები ამბობენ, რომ მულტივერსი თავად არ არის მეცნიერული იდეა, რადგან ის არ არის ტესტირებადი. თუ სხვა სამყაროები არიან სრულიად იზოლირებული ჩვენგან, თუ ჩვენ არასოდეს შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ, გავზომოთ ისინი, ან ურთიერთქმედება მოვახდინოთ მათთან, მაშინ როგორ შეიძლება ეს იყოს მეცნიერება? ეს არის ფუნდამენტური კითხვა.
მეცნიერება ეფუძნება დაკვირვებას, ექსპერიმენტს, ტესტირებას. თუ თეორია არ შეიძლება იყოს ტესტირებული, არის ის მეცნიერება. მაგრამ აქ არის საინტერესო ნიუანსი. მულტივერსი თავად შეიძლება არ იყოს პირდაპირ დაკვირვებადი, მაგრამ თეორიები, რომლებიც პროგნოზირებენ მულტივერსს, მარადიული ინფლაცია, სიმების თეორია, აკეთებენ სხვა პროგნოზებს, რომლებიც არიან ტესტირებადი. მაგალითად, ინფლაციური თეორია პროგნოზირებს კონკრეტულ ნიმუშს კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ დამოსხივებაში, ნარჩენ სითბოს დიდი აფეთქებიდან. და ჩვენ ვაკვირდებით ამ ნიმუშს. ჩვენ ზომავთ მას სატელიტებით, ტელესკოპებით და ის ემთხვევა პროგნოზებს გასაოცარი სიზუსტით. ეს არ ამტკიცებს მულტივერსს პირდაპირ, მაგრამ ის ამტკიცებს თეორიას, რომელიც პროგნოზირებს მულტივერსს. და ეს არის როგორ მუშაობს მეცნიერება. ჩვენ ვაშენებთ თეორიებს, რომლებიც ხსნიან დაკვირვებებს და თუ ეს თეორიები აქვთ დამატებითი შედეგები, როგორიცაა მულტივერსი, ჩვენ ვიღებთ ამ შედეგებს სერიოზულად. მაგრამ არსებობს სხვა გზა, რომ ვიფიქროთ მულტივერსზე. გზა, რომელიც არ ეფუძნება ინფლაციას ან სიმების თეორიას, არამედ ეფუძნება რაღაც უფრო ფუნდამენტურს, კვანტურ მექანიკას. 2047 წელს ჰიუ ევერეტმა, პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, შემოგთავაზა რადიკალური ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა. ის ამბობდა, რომ როცა კვანტური სისტემა აკეთებს არჩევანს, როცა ელექტრონი გადის ერთი ხვრელიდან ან მეორედან, როცა ატომი იშლება ან არ იშლება, სამყარო იყოფა. ორივე შედეგი ხდება, მაგრამ განსხვავებულ ფილიალებში რეალობისა. ერთ ფილიალში ელექტრონი გადის მარცხენა ხვრელიდან, მეორე ფილიალში ის გადის მარჯვენა ხვრელიდან. ორივე ფილიალი რეალურია, ორივე არსებობს, მაგრამ ისინი არ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. ეს არის მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა. და თუ ის მართალია, მაშინ მულტივერსი არ არის რაღაც, რაც არსებობს გარეთ, სხვა რეგიონებში სივრცე დროისა. ის არის რაღაც, რაც არსებობს აქ, ყოველ წამში, ყოველი კვანტური მოვლენით. ყოველ ჯერზე, როცა ატომი იშლება თქვენ სხეულში და ეს ხდება მილიარდჯერ წამში, სამყარო იყოფა. ერთ ფილიალში ატომი იშალა, მეორე ფილიალში ის არ იშალა. და ორივე ფილიალში არსებობს თქვენი ასლი, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას, აზროვნებას, გრძნობას, არ იცის მეორე ფილიალის შესახებ. ყოველ წამში უსასრულო რაოდენობა თქვენი ასლები იბადებიან. თითოეული მათგანი განსხვავებულ ფილიალში რეალობისა. თითოეული მათგანი განიცდის ოდნავ განსხვავებულ ვერსიას რეალობისა. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ ის არის პირდაპირი, ლოგიკური შედეგი კვანტური მექანიკის მათემატიკიდან. კვანტური მექანიკა აღწერს სისტემებს, როგორც სუპერებს, როგორც სუპერპოზიციებს, ერთდროულად ყველა შესაძლო მდგომარეობაში. ელექტრონი არ არის აქ ან იქ, ის არის აქ და იქ, ერთდროულად, სანამ თქვენ არ გაზომავთ მას. მაგრამ რა ხდება, როცა თქვენ გაზომავთ მას? სტანდარტული ინტერპრეტაცია, კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, ამბობს, რომ ტალღური ფუნქცია კოლაფსირდება. სუპერპოზიცია ქრება და ელექტრონი ირჩევს ერთ მდგომარეობას. მაგრამ ევერეტი ამბობს, არა, ტალღური ფუნქცია არასოდეს კოლაფსირდება, სუპერპოზიცია გრძელდება. მაგრამ ახლა თქვენ, დამკვირვებელი, ასევე ხართ სუპერპოზიციაში. ერთ ფილიალში თქვენ ხედავთ ელექტრონს, ვენ ხედავთ ელექტრონს აქ. მეორე ფილიალში თქვენ ხედავთ მას იქ. ორივე ფილიალი რეალურია. ეს ინტერპრეტაცია აქვს უზარმაზარი ფილოსოფიური შედეგები. ის ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, ხდება. ყოველი შესაძლო ისტორია, ყოველი შესაძლო მომავალი, ყოველი შეხოველი შესაძლო არჩევანი, ყველა მათგანი რეალურია, განსხვავებულ ფილიალებში. არსებობს ფილიალი, სადაც დინოზავრები არ გადაშენდნენ. არსებობს ფილიალი, სადაც თქვენ გააკეთეთ განსხვავებული არჩევანი 5 წუთის წინ. არსებობს ფილიალი, სადაც თქვენ არასოდეს დაიბადეთ. არსებობს ფილიალი, სადაც დედამიწა არასოდეს ჩამოყალიბდა. არსებობს ფილიალი, სადაც ფიზიკის კანონები განსხვავებულია. ყველა ეს ფილიალი რეალურია, არსებობს, ვითარდება, ბებობს, ვითარდება, პარალელურად, ერთმანეთისგან იზოლირებულად. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ბუნებრივად წარმოიშობა. თუ ყველა ეს ფილიალი რეალურია, მაშინ რა განსაკუთრებულია ჩვენს ფილიალზე? რატომ გრძნობთ, რომ ჩვენი რეალობა არის რეალური რეალობა, ხოლო სხვები არის მხოლოდ შესაძლებლობები? პასუხი არის, არაფერი განსაკუთრებული. ჩვენი ფილიალი არის ისეთივე რეალური, როგორც ნებისმიერი სხვა. ჩვენ გრძნობთ, რომ ის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ ვართ მასში. მაგრამ თქვენი ასლი სხვა ფილიალში გრძნობს ზუსტად იგივეს თავის ფილიალის შესახებ. ყოველი ფილიალი არის ცენტრი საკუთარი რეალობისა. ყოველი დამკვირვებელი გრძნობს, რომ მათი ფილიალი არის რეალური. ეს არის სუბიექტური ილუზია, რომელიც წარმოიქმნება იმ ფაქტიდან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავაკვირდეთ სხვა ფილიალებს. ეხლა, ამ წერტილში თქვენ შეიძლება იფიქროთ. ეს ყველაფერი ძალიან სპეკულატიურია. მულტივერსი, მრავალი სამყაროები,
უსასრულო ფილიალები რეალობისა. ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფილოსოფია, არა მეცნიერება. და თქვენ იქნებით ნაწილობრივ მართალი. ეს იდეები არიან თეორიის საზღვარზე. ისინი არიან იქ, სადაც მეცნიერება ხვდება ფილოსოფიას, სადაც მათემატიკა ხვდება მეტაფიზიკას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უსარგებლოა. ეს იდეები გამომდინარეობს ჩვენი საუკეთესო თეორიებიდან: ზოგადი ფარდობითობა, კვანტური მექანიკა, ინფლაციური კოსმოლოგია. ისინი არიან სერიოზული მცდელობები, რომ გავიგოთ ღრმა კითხვები რეალობის შესახებ. და ისინი გვიჩვენებენ რაღაცას ფუნდამენტურს. რეალობა არის უფრო უცნაური, უფრო რთული, უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს თავდაპირველ კითხვას. რა იყო დიდ აფეთქებამდე? ახლა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ ყველა ეს იდეა, ციკლური სამყარო, კვანტური შექმნა, მულტივერსი, მრავალი სამყაროები, ჩვენ ხედავთ, რომ ეს კითხვა არ აქვს ერთი პასუხი. ის აქვს მრავალი შესაძლო პასუხი. თითოეული მათგანი დამოკიდებულია განსხვავებულ თეორიულ ჩარჩოზე. თუ ჰოკინგის არასაზღვრო წინადადება მართალია, მაშინ კითხვა თავად არის უაზრო, რადგან დრო თანდათანობით ხდება სივრცე დიდ აფეთქებასთან ახლოს. თუ ციკლური სამყარო მართალია, მაშინ მანამდე იყო სხვა სამყარო, სხვა ციკლი. თუ კვანტური შექმნა მართალია, მაშინ მანამდე იყო კვანტური ვაკუუმი, სავსე რკევებით და პოტენციალით. თუ მარადიული ინფლაცია მართალია, მაშინ მანამდე იყო სხვა რეგიონი ინფლაციური ველისა. თუ მრავალი სამყაროების ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ მანამდე არის ცნება, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ერთმოქმედ ერთ ფილიალში, რეალობისა. ხოლო სხვა ფილიალებში დრო შეიძლება მუშაობდეს სრულიად განსხვავებულად. ყველა ეს პასუხი არის შესაძლო. არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული. და ეს არის ის, რაც აქცევს კოსმოლოგიას ისეთ ამაღელვებელ სფეროთ. ჩვენ ვართ მომენტში ისტორიაში, როცა ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, ტელესკოპები, დეტექტორები, კომპიუტერები, რომ დავაკვირდეთ სამყაროს უდიდეს მასშტაბებზე და უმცირეს მასშტაბებზე. ჩვენ ვაკვირდებით კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას, ნარჩენ სითბოს დიდი აფეთქებიდან და ვხედავთ ნიმუშებს, რომლებიც გვეუბნებიან, როგორ იყო სამყარო, როცა ის იყო ნაკლები ვიდრე 1 წამის ასეთი. ჩვენ ვაკვირდებით გრავიტაციულ ტალღებს სივრცე-დროის ქსოვილში, რომლებიც შეიქმნა შავი ხვრელების შეჯახებით მილიარდობით წლის წინ. ჩვენ ვაშენებთ ნაწილაკების დამაჩქარებლებს, რომლებიც ხელახლა ქმნიან პირობებს, რომლებიც არსებობდა დიდი აფეთქების შემდეგ პირველ მიკროწამებში. და ყოველი ახალი დაკვირვება, ყოველი ახალი ექსპერიმენტი, ყოველი ახალი აღმოჩენა გვაძლევს ახალ მინიშნებებს. 2015 წელს LIGO, ლაზერული ინტერფერომეტრული გრავიტაციულ ტალღური ობსერვატორია, პირველად დააფიქსირა გრავიტაციული ტალღები. დაადასტურა აინშტაინის პროგნოზი, რომელიც გაკეთდა 100 წლის წინ. 2019 წელს Event Horizon ტელესკოპმა გადაიღო პირველი ფოტო შავი ხვრელისა. აჩვენა ჩრდილი ჰორიზონტისა, სადაც სივრცე-დრო იხრება ისე ძლიერად, რომ არაფერი, თუნდაც სინათლე არ შეუძლია გაქცევა. 2021 წელს ჯეიმს უების სივრცის ტელესკოპმა დაიწყო დაკვირვება ყველაზე შორეულ გალაქტიკებზე, რომლებიც ჩამოყალიბდნენ დიდი აფეთქების შემდეგ პირველ რამდენიმე 100 მილიონ წელში. ყოველი ეს დაკვირვება არის ნაწილი თავსატეხისა. ყოველი მათგანი გვეუბნება რაღაცას სამყაროს ისტორიის, სტრუქტურის, ევოლუციის შესახებ. და ნელ-ნელა ნაწილის მიხედვით ჩვენ ვაშენებთ სურათს, რომელიც ჯერ კიდევ არასრულია, რომელიც ჯერ კიდევ აქვს ბევრი ცარიელი ადგილი, მაგრამ რომელიც ხდება უფრო და უფრო მკაფიო ყოველი წლით. და ეს სურათი გვიჩვენებს რაღაცას გასაოცარს. სამყარო არ არის სტატიკური, მარადიული, უცვლელი. ის არის დინამიური, ევოლუციური, ისტორიული. მას აქვს დასაწყისი, ან რაღაც, რაც ჩანს როგორც დასაწყისი ჩვენი პერსპექტივიდან. მას აქვს ისტორია, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვიკვლიოთ, გავიგოთ, ავხსნათ. და მას შეიძლება ჰქონდეს მომავალი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობს ბნელი ენერგია, როგორ ქცევა სივრცე-დრო უდიდეს მასშტაბებზე, რა ხდება შავ ხვრელებში. მაგრამ ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ კოსმოლოგიიდან, არ არის კონკრეტული ფაქტი სამყაროს შესახებ. ის არის რაღაც უფრო ფუნდამენტური. ჩვენი ინტუიცია, ჩვენი ჯანსაღი აზრი, ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება არ არის სანდო გზამკვლევი, როცა ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სამყარო უკიდურეს პირობებში. დრო არ არის აბსოლუტური მდინარე, სივრცე არ არის ცარიელი კონტეინერი, მატერია არ არის მყარი ნივთიერება. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთვლით თვითგანსაზღვრულად ჭეშმარიტად, ყველაფერი, რაც ჩანს აშკარად, ყველაფერი, რაც გრძნობს როგორც ჯანსაღი აზრი, ყველა ეს შეიძლება იყოს არასწორი უკიდურეს მასშტაბებზე. და ეს არის ის, რაც აქცევს ფიზიკას ისეთ ამაღელვებელ და ისეთ მოგზალებულ საქმიანობად. ჩვენ ვსწავლობთ, რომ სამყარო არ ვალდებულია შეესაბამებოდეს ჩვენს მოლოდინებს.
ის არ ვალდებულია იყოს ინტუიციური, კომფორტული, გასაგები. ის უბრალოდ არის. და ჩვენი საქმეა რომ ვიგულიოთ ის, ვიმეცადინოთ მასზე, ვისწავლოთ მისგან, მიუხედავად იმისა თუ რამდენად უცნაურია ის, რასაც ჩვენ პოულობთ. და აქ არის, სადაც ჩვენ ბრუნდებით ჩვენს თავდაპირველ კითხვასთან, მაგრამ ეხლა უფრო ღრმა გაგებით. რა იყო დიდ აფეთქებამდე? შეიძლება არაფერი. შეიძლება სხვა სამყარო. შეიძლება კვანტური ვაკუუმი. შეიძლება ინფლაციური ველი. შეიძლება სხვა ფილიალი რეალობისა. ან შეიძლება კითხვა თავად არის არასწორად ფორმულირებული. ეფუძნება არასწორ დაშვებებს იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს დრო. ჩვენ არ ვიცით. ჯერ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ ვიგულოთ. ჩვენ ვაკვირდებით. ჩვენ ზომავთ. ვენძომავთ. ჩვენ ვაშენებთ თეორიებს, ვტესტავთ მათ, ვაუნჯობესებთ მათ. და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვუახლოვდებით პასუხს. არა საბოლოო პასუხს, მეცნიერება არასოდეს იძლევა საბოლოო პასუხებს, არამედ უკეთეს პასუხს, უფრო სრულ პასუხს. პასუხს, რომელიც უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. და ეს მოგზაურობა, ეს ძიება გაგებისთვის არის ის, რაც აქცევს ადამიანებს განსაკუთრებულად. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც ვიცით, რომელიც შეუძლია დაუსვას ასეთი კითხვები. ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია შეხედოს ცას და იკითხოს, საიდან მოვედით, როგორ დაიწყო ყველაფერი, რა არის ჩვენი ადგილი კოსმოსში. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც ფიქრობენ ატომებზე. ატომებზე. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტვერი, რომელიც ფიქრობს ვარსკვლავებზე. და ეს არის რაღაც ღრმად მნიშვნელოვანი, რაღაც ღრმად ლამაზი, რაღაც ღრმად საოცარი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ აღწეროთ ოკეანის ზედაპირი. თქვენ დგახართ სანაპიროზე და აკვირდებით ტალღებს. თქვენ ხედავთ, როგორ მოძრაობენ ისინი, როგორ იშლებიან, როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასიკური ფიზიკა, ჰიდროდინამიკის განტოლებები და მიიღოთ შესანიშნავი პროგნოზები. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იწყებთ ზუმირებას. თქვენ უახლოვდებით ტალღის ზედაპირს. თქვენ ხედავთ ცალკეულ წყლის წვეთებს, შემდეგ მოლეკულებს, შემდეგ ატომებს, შემდეგ ელექტრონებს, პროტონებს, ნეიტრონებს. და აქ, ამ მასშტაბზე, თქვენი კლასიკური განტოლებები იშლებიან. ისინი აღარ მუშაობენ. თქვენ გჭირდებათ სხვა თეორია, კვანტური მექანიკა. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება, როცა ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სამყარო დიდი აფეთქების პირველ წამში. ჩვენი თეორიები, ზოგადი ფარდობითობა, რომელიც აღწევს გრავიტაციას და სივრცე-დროს, მუშაობენ შესანიშნავად დიდ მასშტაბებზე. მაგრამ როცა ჩვენ უახლოვდებით დიდ აფეთქებას, როცა სამყარო ხდება ისეთი პატარა, ისეთი მკვრივი, ისეთი ცხელი, რომ კვანტური ეფექტები ხდება მნიშვნელოვანი, ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი. ჩვენ გვჭირდება თეორია, რომელიც აერთიანებს გრავიტაციას და კვანტურ მექანიკას. ჩვენ გვჭირდება კვანტური გრავიტაციის თეორია. ეს არის წმინდა გრაალი, თანამედროვე ფიზიკისა. 10 წლეულების განმავლობაში ბრწყინვალე გონებები მთელ მსოფლიოში მუშაობდნენ ამ პრობლემაზე და ისინი შემოგთავაზეს რამდენიმე კანდიდატ თეორიას. თითოეული მათგანი რადიკალური, ელეგანტური და ჯერ კიდევ არასრული. პირველი და ყველაზე ცნობილი არის სიმების თეორია. ეს თეორია ამბობს, რომ ფუნდამენტური ნაწილაკები, ელექტრონები, კვარკები, ფოტონები არ არიან წერტილოვანი ობიექტები. ისინი არიან პატარა ერთგანზომილებიანი სიმები, რომლებიც ვიბრირებენ. და განსხვავებული ვიბრაციის რეჟიმები შეესაბამება განსხვავებულ ნაწილაკებს. ელექტრონი არის სიმი, რომელიც ვიბრირებს ერთი გზით. კვარკი არის სიმი, რომელიც ვიბრირებს სხვა გზით. ფოტონი არის სიმი, რომელიც ვიბრირებს კიდევ სხვა გზით. ეს არის ლამაზი იდეა. ის აერთიანებს ყველა ნაწილაკს ერთ ფუნდამენტურ ობიექტში, სიმში. და ის ბუნებრივად მოიცავს გრავიტაციას, რადგან ერთ-ერთი ვიბრაციის რეჟიმი შეესაბამება გრავიტონს. ჰიპოთეტურ ნაწილაკს, რომელიც გადასცემს გრავიტაციულ ძალას. მაგრამ სიმების თეორიას აქვს უცნაური მოთხოვნა. ის მუშაობს მხოლოდ თუ სივრცე-დროს აქვს არა 3 სივრცითი განზომილება, არამედ 9. ან 11 თუ თქვენ ჩათვლით დროს. სად არიან ეს დამატებითი განზომილებები? სიმების თეორია ამბობს, რომ ისინი შეკუმშულია. ისინი არიან ისეთი პატარა, ისეთი მჭიდროდ დახვეული, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ. წარმოიდგინეთ ბაღის შლანგი. შორიდან ის გამოიყურება როგორც ერთგანზომილებიანი ხაზი. მაგრამ თუ თქვენ უახლოვდებით, თქვენ ხედავთ, რომ მას აქვს სისქე, გარშემოწერილობა, მეორე განზომილება, რომელიც დახვეული იყო წრეში. ანალოგიურად სიმების თეორიაში ჩვენი სამგანზომილებიანი სივრცე შეიძლება იყოს მხოლოდ ზედაპირი უფრო მაღალგანზომილებიანი სივრცისა, სადაც დამატებითი განზომილებები დახვეულია ისეთ პატარა მასშტაბებზე, პლანკის სიგრძე, დაახლოებით 10 ხარისხით -30 მეტრი,
რომ ჩვენ ვერ ვაღმოვაჩენთ მათ. ეს იდეა ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ ის აქვს ღრმა მათემატიკური საფუძველი. სიმების თეორია არის ერთადერთი ცნობილი თეორია, რომელიც თანმიმდევრულად აერთიანებს კვანტურ მექანიკას და ზოგად ფარდობითობას. ის არ იძლევა უსასრულობებს, როცა თქვენ ცდილობთ გამოთვალოთ კვანტური ეფექტები გრავიტაციაში. ის არის მათემატიკურად ელეგანტური, კონცეპტუალურად ლამაზი, მაგრამ ის ასევე აქვს პრობლემები. პირველი პრობლემა. ის არ არის ერთი თეორია. ის არის 5 განსხვავებული თეორია, რომლებიც ყველა ეწოდება სიმების თეორია და რომლებიც ყველა აღწერს განსხვავებულ ვერსიას რეალობისა. 1995 წელს ედვარდ ვიტენმა აჩვენა, რომ ეს 5 თეორია რეალურად არის 5 განსხვავებული პერსპექტივა, ერთი უფრო ფუნდამენტური თეორიისა, რომელსაც ეწოდა M თეორია. მაგრამ M თეორია თავად არის ჯერ კიდევ არასრული. ჩვენ არ ვიცით მისი სრული განტოლებები. ჩვენ ვიცით მხოლოდ ნაწილები, ფრაგმენტები, მიახლოებები. მეორე პრობლემა. სიმების თეორია აკეთებს ძალიან ცოტა ექსპერიმენტულ პროგნოზებს. ის მოქმედებს ენერგიებზე, რომლებიც ისეთი მაღალია, პლანკის ენერგია, დაახლოებით 10 ხარისხი 19 გიგა ელექტრონვოლტი, რომ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ მათ მიღწევას ნაწილაკების დამაჩქარებლებში. უდიდესი დამაჩქარებელი, რომელიც ოდესმე აშენდა, დიდი ჰადრონული კოლაიდერი CERN-ში, აღწევს დაახლოებით 114 ტერა ელექტრონვოლტს. ეს არის შთამბეჭდავი, მაგრამ ის არის ჯერ კიდევ 60 ხარისხით 10 ნაკლები ვიდრე პლანკის ენერგია. რომ ავაშენოთ დამაჩქარებელი, რომელიც შეძლებდა ტესტირებას სიმების თეორიას პირდაპირ, ჩვენ გვჭირდებოდა მანქანა, რომელიც იქნებოდა ისეთი დიდი როგორც გალაქტიკა. ეს არ არის პრაქტიკული, მაგრამ არსებობს არაპირდაპირი გზები ტესტირებისთვის. სიმების თეორია პროგნოზირებს გარკვეულ ეფექტებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაკვირვებადი. მაგალითად, თუ დამატებითი განზომილებები არსებობენ, ისინი შეიძლება იწვევდნენ მცირე გადახრებს გრავიტაციის ძალაში მცირე მანძილებზე. ან ისინი შეიძლება იწვევდნენ კონკრეტულ ხელმოწერებს კოსმიურ გამოსხივებაში. ან ისინი შეიძლება იწვევდნენ წარმოქმნას მიკროსკოპული შავი ხვრელების ნაწილაკების დამაჩქარებლებში. ფიზიკოსები ეძებენ ამ ეფექტებს. ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ ძიება გრძელდება. და თუ სიმების თეორია მართალია, თუ ის რეალურად აღწევს ფუნდამენტურ სტრუქტურას რეალობისა, მაშინ ის გვთავაზობს რადიკალურ ახალ პერსპექტივას კითხვაზე, რა იყო დიდ აფეთქებამდე. სიმების თეორიაში დიდი აფეთქება შეიძლება არ იყოს დასაწყისი. ის შეიძლება იყოს გადასვლა. ერთი შესაძლო სცენარი არის ეკვიროტული მოდელი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. იდეა, რომ ჩვენი სამყარო არის ერთი ბრანა უფრო მაღალგანზომილებიან სივრცეში და დიდი აფეთქება იყოს შეჯახება ორ ბრანას შორის. მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც. ზოგიერთი ვერსია სიმების თეორიისა ამბობს, რომ სამყარო შეიძლება აირეკლოს დიდი კრუნჩიდან, რომ როცა სამყარო კოლაფსირდება, ის არ მიაღწევს სინგულარობას, არამედ აირეკლება როგორც ბურთი, რომელიც ეცემა მიწაზე. კოლაფსი ხდება ექსპანსია. დიდი კრუნჩი ხდება დიდი აფეთქება. და ციკლი გრძელდება. მაგრამ სიმების თეორია არ არის ერთადერთი კანდიდატი კვანტური გრავიტაციისთვის. არსებობს სხვა მიდგომა, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია, მაგრამ ისეთივე ამბიციური. ეს არის მარუჟოვანი კვანტური გრავიტაცია. ამ თეორიაში სივრცე დრო თავად არის კვანტური. ის არ არის გლუვი, უწყვეტი ქსოვილი, როგორც აინშტაინის თეორიაში. ის არის შედგენილი პატარა დისკრეტული ერთეულებისგან, სპინ ქსელებისგან, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან, ქმნიან ქსელს, მსგავს ქსოვილის ქსოვილისა. ეს ქსელი არ არსებობს სივრცეში, ის არის სივრცე. სივრცე არ არის კონტეინერი, რომელშიც ხდება რამე. ის არის თავად ქსელი, დინამიური, ცვალებადი, კვანტური. მარყუჟოვან კვანტურ გრავიტაციაში უმცირესი შესაძლო ზომა არის პლანკის სიგრძე, დაახლოებით 10 ხარისხით -30 მეტრი. ამ მასშტაბზე სივრცე დრო ხდება მარცვლოვანი, როგორც ფოტოგრაფია, როცა თქვენ ზუმავთ ძალიან ახლოს და ხედავთ ცალკეულ პიქსელებს. და ეს მარცვლოვნება აქვს ღრმა შედეგები დიდი აფეთქებისთვის. როცა თქვენ მიდიხართ უკან დროში, უახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყარო ხდება უფრო და უფრო პატარა. მაგრამ მარუჟოვან კვანტურ გრავიტაციაში ის არ შეიძლება გახდეს უსასრულოდ პატარა. ის არ შეიძლება გახდეს სინგულარობა. როცა ის აღწევს პლანკის მასშტაბს, რაღაც ხდება. კვანტური ეფექტები ხდება ისეთი ძლიერი, რომ ისინი აჩერებენ კოლაფსს. სამყარო აირეკლება. ის იწყებს გაფართოებას ხელახლა. დიდი აფეთქება არ არის დასაწყისი. ის არის აირეკლა. და მანამდე იყო სხვა სამყარო, რომელიც კოლაფსირდებოდა. ეს სცენარი ცნობილია როგორც დიდი აირეკლა. და ის გვთავაზობს კონკრეტულ პასუხს ჩვენს კითხვაზე. რა იყო დიდ აფეთქებამდე? იყო სხვა სამყარო, რომელიც კოლაფსირდებოდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი სამყარო. ის იყო სხვა სამყარო, სხვა ციკლი.
და ამ სამყაროში შეიძლება იყოს გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები, თუნდაც ცხოვრება. მაგრამ ყველაფერი ეს განადგურდა კოლაფსში. ყველა სტრუქტურა, ყველა ინფორმაცია, ყველა ისტორია, ყველაფერი წაიშალა. და შემდეგ აირეკლაში ახალი სამყარო დაიბადა. ჩვენი სამყარო. სამყარო, რომელიც არაფერი იცის წინა ციკლის შესახებ, რადგან ყველა კავშირი გაწყდა აირეკლაში. მაგრამ არის თუ არა რაიმე გზა, რომ ვიცოდეთ? არის თუ არა რაიმე კვალი, რაიმე ნარჩენი წინა ციკლიდან, რომელიც შეიძლება გადარჩა? ზოგიერთი თეორეტიკოსი ამბობს, შეიძლება. თუ აირეკლა არ იყოს სრულყოფილი, თუ ის არ წაშალა აბსოლუტურად ყველაფერი, მაშინ შეიძლება იყოს მცირე ანომალიები, მცირე გადახრები კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებაში, რომლებიც არიან ხელმოწერები წინა ციკლიდან. ფიზიკოსები ეძებენ ამ ხელმოწერებს. ისინი აანალიზებენ მონაცემებს პლანკის სატელიტიდან, WMF-დან, სხვა ობსერვატორიებიდან. ჯერჯერობით არაფერი დამაჯერებელი, მაგრამ ძიება გრძელდება. და თუ ჩვენ ოდესმე ვიპოვით ასეთ ხელმოწერას, ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა ისტორიაში. პირდაპირ მტკიცებულება, რომ ჩვენი სამყარო არ არის პირველი, რომ დრო და სივრცე არსებობდნენ მანამდე, განსხვავებული ფორმით. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც თქვენ უნდა გესმოდეთ ამ ყველა თეორიის შესახებ. სიმების თეორია, მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, დიდი აირეკლა, ციკლური სამყარო. ყველა ეს არის ჰიპოთეზები. ისინი არ არის დამტკიცებული. ისინი არ არის თუნდაც კარგად ტესტირებული. ისინი არის იდეები, რომლებიც გამომდინარეობს მათემატიკიდან, რომლებიც თანმიმდევრულია ფიზიკის კანონებთან, მაგრამ რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული დაკვირვებით. ჩვენ ვართ ეტაპზე, სადაც ჩვენ გვაქვს მრავალი კონკურენტი თეორია და ჩვენ არ ვიცით, რომელი მათგანი, თუ რომელიმე არის სწორი. ეს არის ნორმალური მეცნიერებისთვის. ეს არის როგორ მუშაობს პროგრესი. თქვენ აშენებთ თეორიებს, ტესტავთ მათ, აუმჯობესებთ მათ და ნელ-ნელა თაობიდან თაობაში თქვენ უახლოვდებით ჭეშმარიტებას. და ახლა ამ წერტილში ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაღაცაზე, რაც ხშირად იგნორირებულია პოპულარულ მეცნიერებაში, მაგრამ რაც არის აბსოლუტურად კრიტიკული. სკეპტიციზმი. არა ყველა ფიზიკოსი ეთანხმება ამ თეორიებს. არა ყველა ფიზიკოსი ფიქრობს, რომ სიმების თეორია არის სწორი გზა. არა ყველა ფიზიკოსი ფიქრობს, რომ მულტივერსი არის რეალური. არა ყველა ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ჩვიმების თეორია არის სწორი გზადებოდ კვანტური გრავიტაციის თეორია. არსებობს ლეგიტიმური, ფუნდამენტური კრიტიკა ყველა ამ იდეის მიმართ. და ეს კრიტიკა არ მოდის უმეცრებიდან ან დოგმატიზმიდან. ის მოდის ღრმაგაგებიდან იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს მეცნიერება. ერთი ძირითადი კრიტიკა არის. ეს თეორიები არ არის ტესტირებადი. თუ თეორია აკეთებს პროგნოზებს, რომლებიც არ შეიძლება იყოს შემოწმებული ექსპერიმენტით, მაშინ არის ის რეალურად მეცნიერება. ანუ როგორ შეიძლება წინასწარ გამოგონოთ მეცნიერება მეცნიერების გამომწერების დასახელების შესახებ და მერე კი გააკეთოთ ამის გადადგმა. გერმანელი ფილოსოფი მაიმუნი ამბობს, რომ ეს ერთიც არ არის ერთადერთი, რასაც ადამიანები აკეთებენ სამყაროში. მათ არიან შეკრებულნი, რადგან მათ არ აქვთ განსხვავებული ხედვები სხვა ადამიანებზე და სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა. მათ შეერთებულების შედეგად ადამიანები შეიძლება მასწავლებლად იყოს, დასწავლებლად იყოს და გამომწერებიც იყოს. შეიძლება ადამიანი სამყაროს გამომწერებისთვის და სამყაროს დასწავლებლად იყოს. როგორც ამას ვახსენებ, ჩემს თანამედროვე სტუდენტებს არ არის საჭირო რაიმე მეგობრობა რეალურად მეცნიერება, ან ის არის მათემატიკური ფილოსოფია. ეს არის ფუნდამენტური კითხვა. კარლ პოპერი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი მეცნიერების, ამბობდა, რომ თეორია არის მეცნიერული მხოლოდ თუ ის არის გაყალბებადი. თუ არსებობს რაიმე დაკვირვება, რომელიც შეიძლება დაამტკიცოს, რომ ის არასწორია, თუ თეორია არის ისეთი ფართო, ისეთი მოქნილი, რომ ის შეიძლება ახსნას ნებისმიერ შესაძლო დაკვირვებას, მაშინ ის რეალურად არაფერს ხსნის. ის არის ცარიელი. და ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ სიმების თეორია და მულტივერსი არიან ზუსტად ასეთი. თეორიები, რომლებიც ისეთი მოქნილია, რომ ისინი შეიძლება ახსნან ნებისმიერ შედეგს და ამით ის მიერ შედეგს და ამიტომ ისინი რეალურად არაფერს ხსნიან. მაგალითად, სიმების თეორიაში არსებობს უზარმაზარი რაოდენობა შესაძლო გზები, რომლითაც დამატებითი განზომილებები შეიძლება იყოს დახვეული. ყოველი განსხვავებული კონფიგურაცია იძლევა განსხვავებულ ფიზიკას, განსხვავებულ ნაწილაკებს, განსხვავებულ ძალებს, განსხვავებულ კონსტანტებს. რამდენი შესაძლო კონფიგურაციაა? ზოგიერთი შეფასება ამბობს 10 ხარისხით 500. ეს არის 1, რომელსაც მოსდევს 500 ნული. ეს არის რიცხვი, რომელიც ისეთი დიდია, რომ ის აღემატება ატომების რაოდენობას დაკვირვებად სამყაროში. ყოველი ამ კონფიგურაციებიდან არის შესაძლო სამყარო სიმების თეორიაში. ეს ცნობილია როგორც სიმების ლანდშაფტი. და ეს ლანდშაფტი არის ისეთი უზარმაზარი, ისეთი მრავალფეროვანი,
რომ თითქმის ნებისმიერი დაკვირვება შეიძლება იყოს ახსნილი ერთ-ერთი ამ კონფიგურაციებით. ეს ნიშნავს, რომ თეორია არ აკეთებს კონკრეტულ პროგნოზებს. ის ამბობს, ყველაფერი შესაძლებელია. და თუ ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ თეორია არაფერს გვეუბნება. მსგავსი კრიტიკა ეხება მულტივერსს. თუ არსებობს უსასრულო რაოდენობა სამყაროები განსხვავებული ფიზიკური კანონებით, მაშინ ნებისმიერი დაკვირვება შეიძლება იყოს ახსნილი ანთროპული პრინციპით. ჩვენ ვაკვირდებით ამას, რადგან ჩვენ ვართ სამყაროში, სადაც ეს შესაძლებელია. ეს არის ახსნა, მაგრამ ის არის ძალიან სუსტი ახსნა. ის არ აკეთებს პროგნოზებს. ის არ გვეუბნება, რატომ არის ფიზიკური კონსტანტები ზუსტად ის მნიშვნელობები, რომლებიც ისინი არიან, ხოლოდ რომ ისინი უნდა იყოს რაღაც მნიშვნელობები, რომლებიც ბები, რომლებიც იძლევიან ცხოვრებას. ეს არის როგორც თუ თქვენ გეკითხებათ, რატომ არის ცა ლურჯი და პასუხი არის, რადგან თუ ის არ იქნებოდა ლურჯი, ჩვენ ვიკითხავდით, რატომ არის ის სხვა ფერი. ეს ტექნიკურად მართალია, მაგრამ ის არ არის დამაკმაყოფილებელი ახსნა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც დამცველები ამ თეორიების ამბობენ. მეცნიერება არ არის მხოლოდ პროგნოზების გაკეთება. ის ასევე არის გაგება. ის არის აშენება თანმიმდევრული ოულის მომცველი სურათის რეალობისა. და სიმების თეორია, მულტივერსი, კვანტური გრავიტაცია, ყველა ეს გვთავაზობს ასეთ სურათს. ისინი გვეუბნებიან, როგორ შეიძლება მუშაობდეს რეალობა ფუნდამენტურ დონეზე. ისინი აერთიანებენ იდეებს, რომლებიც წინააღმდეგობრივი ჩანდნენ. ისინი ხსნიან თავსატეხებს, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა აუხსნელი. და თუნდაც თუ ისინი არ აკეთებენ პირდაპირ ტესტირებად პროგნოზებს ახლა, ისინი შეიძლება გააკეთონ მომავალში, როცა ჩვენი ტექნოლოგია გაუმჯობესდება, როცა ჩვენი ინსტრუმენტები გახდება უფრო მგზნობიარე, როცა ჩვენი გაგება გაღრმავდება. და აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ბევრი იდეა, რომელიც ერთ დროს ჩანდა როგორც არატესტირებადი, მოგვიანებით გახდა ტესტირებადი. ატომები ერთ დროს იყო ფილოსოფიური სპეკულაცია. ელექტრომაგნიტური ტალღები ერთ დროს იყო მათემატიკური კურიოზი. შავი ხვრელები ერთ დროს იყო თეორიული უცნაურობა. ახლა ყველა ეს არის დადასტურებული, დაკვირვებული, გაგებული. შეიძლება იგივე მოხდეს სიმების თეორიასთან, მულტივერსთან, კვანტურ გრავიტაციასთან. ან შეიძლება არა, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავწეროთ ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რთულია ტესტირებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მათზე, გავაუმჯობესოთ ისინი, ვეძებოთ გზები მათი ტესტირებისთვის. ეს არის როგორ მუშაობს მეცნიერება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უფრო ფუნდამენტური კრიტიკა, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, შეიძლება ჩვენ ვეძებთ არასწორ რამეს. შეიძლება პრობლემა არ არის, რომ ჩვენ არ გვაქვს სწორი თეორია კვანტური გრავიტაციისთვის. შეიძლება პრობლემა არის, რომ ჩვენ ვსვამთ არასწორ კითხვას. შეიძლება კითხვა, რა იყო დიდ აფეთქებამდე არის ისეთივე უაზრო, როგორც კითხვა, რა არის ჩრდილოეთ პოლუსის ჩრდილოეთით როეთით. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სწორი თეორია, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა ეფუძნება არასწორ დაშვებებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რეალობა. ეს არის ღრმა ფილოსოფიური იდეა. ის ამბობს, რომ ჩვენი ცნებები, დრო, სივრცე, მიზეზობრიობა, არსებობა, არის ცნებები, რომლებიც ჩაჩამოყალიბდნენ ჩვენი გამოცდილებიდან მაკროსკოპულ სამყაროში. ისინი მუშაობენ კარგად ამ სამყაროში, მაგრამ როცა ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ისინი უკიდურეს პირობებში, დიდი აფეთქების პირველ წამში, შავი თხრელის ცენტრში, კვანტურ მასშტაბზე, ისინი შენი შეიძლება იშლებოდნენ. ისინი შეიძლება აღარ იყოს გამოსადეგი. და თუ ეს მართალია, მაშინ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ახალი თეორიები, ჩვენ გვჭირდება ახალი ცნებები. ახალი გზა აზროვნების რეალობაზე. ეს არის ის, რაზეც მუშაობენ ზოგიერთი ყველაზე ამბიციური თეორეტიკოსები. ისინი ცდილობენ ხელახლა გააზრონ ფუნდამენტური ცნებები. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ დრო არ არის ფუნდამენტური. ის არის გამოჩენილი. ის წარმოიქმნება უფრო ფუნდამენტური, უდროო რეალობიდან. წარმოიდგინეთ ტემპერატურა. ტემპერატურა არ არის ფუნდამენტური თვისება მატერიისა. ის არის სტატისტიკური თვისება. საშუალო კინეტიკური ენერგია მოლეკულებისა. ცალკეულ მოლეკულას არ აქვს ტემპერატურა, ხოლოდ კოლექციას მოლეკულების აქვს ტემპერატურა. ანალოგიურად ზოგიერთი თეორეტიკოსი ამბობს, რომ დრო არ არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. ის არის სტატისტიკური თვისება, რომელიც წარმოიქმნება უფრო ფუნდამენტური უდროო სტრუქტურიდან. თუ ეს მართალია, მაშინ კითხვა, რა იყო დიდ აფეთქებამდე, კარგავს აზრს სრულიად ახალი გზით. ის არ არის უბრალოდ ისე, რომ დრო დაიწყო დიდ აფეთქებასთან. ის არის ისე, რომ დრო თავად არის ილუზია, გამოჩენილი თვისება, რომელიც არსებობს მხოლოდ მაკროსკოპულ დონეზე. ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს დრო. არსებობს მანამდე და შემდეგ.
არსებობს მხოლოდ უდროო მათემატიკური სტრუქტურა, რომლიდან ჩვენი გამოცდილება დროისაც წარმოიქმნება. ეს არის რადიკალური იდეა. ის ცვლის ყველაფერს. მაგრამ ის ასევე არის ძალიან ადრეული, ძალიან სპეკულატიური. ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ის მართალი. ჩვენ ვიწყებთ მხოლოდ იკვლევას ამ იდეებს. და ეს გვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა გაკვეთილამდე, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ კოსმოლოგიიდან. რეალობა არის უცნაური. ის არის უცნაური გზნაური გზებით, რომლებიც ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით. ის არის უცნაური არა იმიტომ, რომ ის ირაციონალურია ან ქაოსურია, არამედ იმიტომ, რომ ის მოქმედებს პრინციპებით, რომლებიც ფუნდამენტურად განსხვავებულია ჩვენი ყოველდღიური ინტუიციიდან. კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ ნაწილაკები შეიძლება იყოს ორ ადგილას ერთდროულად. ზოგადი ფარდობითობა გვეუბნება, რომ დრო შენელდება ძლიერ გრავიტაციულ ველებში. კოსმოლოგია გვეუბნება, რომ სამყარო დაიბადა ცხელ, მკვრივ მდგომარეობაში 18 მილიარდი წლის წინ. ყველა ეს არის უცნაური. ყველა ეს ეწინააღმდეგება ჯანსაღაზრს. მაგრამ ყველა ეს არის მხრის მხარდაჭერილი უზარმაზარი რაოდენობით მტკიცებულებებით. და ეს გვეუბნება რაღაცას ფუნდამენტურს ჩვენ შესახებ, როგორც სახეობის შესახებ. ჩვენ ვართ არსებები, რომლებიც ევოლუციონირდნენ აფრიკის სავანებზე. ჩვენი ტვინები ჩამოყალიბდნენ, რათა დაგვეხმარა გადარჩენაში იმ გარემოში, რათა ვიპოვოთ საკვები, ავიცილოთ თავიდან დაცებლები, ვიპოვოთ პარტნიორები. ისინი არ ჩამოყალიბდნენ, რათა გაეგოთ კვანტური მექანიკა ან კოსმოლოგია. ისინი არ ჩამოყალიბდნენ, რათა წარმოედგინათ 18 მილიარდი წელი ან 10 ხარისხით -25 მეტრი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათემატიკა, ლოგიკა, ექსპერიმენტი, რათა გავიგოთ რეალობა მასშტაბებზე, რომლებიც უსასრულოდ მოშორებულია ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებიდან. ეს არის საოცარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ ადამიანის შესახებ. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოკრძალებულები. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ინტუიცია შეიძლება გვატყუებდეს, რომ ჩვენი ჯანსაღი აზრი შეიძლება იყოს არასწორი, რომ რეალობა შეიძლება იყოს უცნაური გზებით, რომლებსაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, შევცვალოთ ჩვენი აზრი, როცა ახალი მტკიცებულება გამოჩნდება. ეს არის არსი მეცნიერებისა, არა დოგმა, არა რწმენა, არამედ მუდმივი მოკრძალებული ძიება ჭეშმარიტებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად გვიყვანს ის. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაღაცაზე, რაც შეიძლება ყველაზე რთული იყოს გასაგებად, მაგრამ რაც ასევე შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ის, რასაც ჩვენ არ ვიცით. ვიცით, რომ თქვენ ფიქრობთ ამაზე. ვიცით, რომ ამ მთელი ისტორიის განმავლობაში სიმების თეორია, მულტივერსი, კვანტური გრავიტაცია, ციკლური სამყარო ნაწილი თქვენი გონებისა ამბობდა. ეს ყველაფერი ჟღერს როგორც სპეკულაცია. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა. სად არის რეალური მეცნიერება? სად არის მტკიცებულება? და თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ ფიქრობთ ასე. ეს არის სწორი, ჯანსაღი სკეპტიციზმი. ეს არის ზუსტად ის დამოკიდებულება, რომელიც საჭიროა კარგი მეცნიერებისთვის. აი რეალობა, რომელსაც ყოველი პატიოსანი ფიზიკოსი აღიარებს. ჩვენ არ ვიცით რა იყო დიდ აფეთქებამდე. ჩვენ გვაქვს იდეები, ჩვენ გვაქვს თეორიები, ჩვენ გვაქვს მათემატიკური მოდელები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული. არც ერთი მათგანი არ არის თუნდაც კარგად ტესტირებული. ჩვენ ვართ ისტორიის იმ მომენტში, როცა ჩვენ ვაღწევთ ჩვენი გაგების აბსოლუტურ საზღვრებს. და ეს არ არის სისუსტე. ეს არის პატიოსნება. მოდით ვიყოთ აბსოლუტურად მკაფიო იმის შესახებ, რასაც ჩვენ რეალურად ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ფართოვდება. ჩვენ ზომავთ ამას პირდაპირ, ყოველ ღამე, ტელესკოპებით მთელ მსოფლიოში. ჩვენ ხედავთ გალაქტიკებს, რომლებიც მოშორდებიან ერთმანეთს. ჩვენ ზომავთ მათ სიჩქარეებს. ჩვენ ლაკვირდებით, რომ რაც უფრო შორს არის გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად ის მოშორდება. ეს არის ფაქტი. ეს არ არის თეორია. ეს არის დაკვირვება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ სამყარო ერთ დროს იყო ბევრად უფრო ცხელი და მკვრივი. ჩვენ ვიცით ამას, რადგან ჩვენ ვაკვირდებით კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას, ნარჩენ სითბოს, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს. ეს გამოსხივება არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ველოდებოდით, თუ სამყარო ერთ დროს იყო ცხელი, მკვრივი პლაზმა, რომელიც შემდეგ გაცივდა და გაფართოვდა. ტემპერატურა ამ გამოსხივებისა არის 2.795 კელვინი. ზუსტად ის, რასაც თეორია პროგნოზირებს. ეს არის ფაქტი. ჩვენ ასევე ვიცით, რომ სამყაროს ასაკი არის დაახლოებით 18 მილიარდი წელი. ჩვენ ვიცით ამას რამდენიმე დამოუკიდებელი მეთოდით. ვარსკვლავების ასაკიდან უძველეს გალაქტიკებში, რადიოაქტიური დათარიღებიდან, კოსმიური გაფართოების სიჩქარიდან. ყველა ეს მეთოდი იძლევა იმავე პასუხს, დაახლოებით 18 მილიარდი წელი. ეს არის ფაქტი. და ჩვენ ვიცით, რომ როცა ჩვენ ვიყენებთ ჩვენ საუკეთესო თეორიებს, ზოგად ფარდობითობას და კვანტურ მექანიკას და ვაპროექტებთ უკან დროში,
ჩვენ ვაღწევთ წერტილს, სადაც ეს თეორიები იშლებიან. ეს ხდება დაახლოებით პლანკის დროზე, 10 ხარისხით -43 წამი დიდი აფეთქების შემდეგ. ამ წერტილამდე ჩვენი განტოლებები იძლევიან უსასრულობებს, აბსურდებს, შეუძლებლობებს. ეს არის ფაქტი, არა იმის შესახებ, რომ რაღაც უცნაური ხდება სამყაროში, არამედ იმის შესახებ, რომ ჩვენი თეორიები აღარ მუშაობენ. აი რაც ჩვენ არ ვიცით. რა ხდება იმ პლანკის დროზე ადრე? რა ხდება, როცა სამყარო იყო ისეთი პატარა, ისეთი მკვრივი, ისეთი ცხელი, რომ კვანტური ეფექტები და გრავიტაცია ორივე იყო ერთნაირად მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გვაქვს თეორია, რომელიც აღწერს ამ რეჟიმს. ჩვენ არ გვაქვს განტოლებები, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ იდეები, ბრწყინვალე, ელეგანტური, მათემატიკურად თანმიმდევრული იდეები. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არის მხოლოდ იდეები. და აქ არის რაღაც, რაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ. შესაძლოა ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად კარგი ტექნოლოგია, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება არსებობდეს ფუნდამენტური ლიმიტები იმაზე, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაიგოთ, რა ხდება შავი ხვრელის ჰორიზონტის მიღმა. თქვენ არასოდეს შეძლებთ გაგზავნოთ სიგნალი იქიდან. თქვენ არასოდეს შეძლებთ დააკვირდეთ მას პირდაპირ. ინფორმაცია, რომელიც შედის შავ ხვრელში, დაკარგულია ჩვენთვის სამუდამოდ. ანალოგიურად შეიძლება არსებობდეს ფუნდამენტური ლიმიტი იმაზე, თუ რამდენად უკან შეგვიძლია ვიხილოთ დროში. შეიძლება ინფორმაცია იმის შესახებ, რა იყო დიდ აფეთქებამდე, თუ რამე იყო, დაკარგულია სამუდამოდ. წაშლილია თავად დიდი აფეთქების ექსტრემალური პირობებით. ეს არის რთული აზრი მისაღებად. ჩვენ როგორც სახეობა ვართ მოჩვეულები იმაზე, რომ ყოველ კითხვას აქვს პასუხი. ჩვენ ვართ მოჩვეულები იმაზე, რომ თუ ჩვენ მუშაობთ საკმარისად მძიმედ, თუ ჩვენ ვართ საკმარისად ჭკვიანები, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისად კარგი ინსტრუმენტები, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ყველაფერი. მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს მართალი. შეიძლება არსებობდეს კითხვები, რომლებზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ პასუხს. არა იმიტომ, რომ პასუხები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან ფუნდამენტურად მიუწვდომელი ჩვენთვის. მაგრამ აქ არის საოცარი რამ. ეს არ აჩერებს ჩვენ. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას. ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. ჩვენ ვაგრძელებთ აშენებას თეორიებისა, ტესტირებას მათ, გაუმჯობესებას მათ. რადგან თუნდაც თუ ჩვენ არასოდეს მივახცევთ საბოლოო პასუხს, ყოველი ნაბიჯი გზაზე გვაძლევს რაღაცა ზღირებულს. ყოველი ახალი თეორია, ყოველი ახალი დაკვირვება, ყოველი ახალი ექსპერიმენტი აღრმავებს ჩვენს გაგებას. ის გვიჩვენებს ახალ კავშირებს, ახალ ნიმუშებს, ახალ ლამაზებას რეალობის სტრუქტურაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ოკეანის სანაპიროზე ღამით. თქვენ ხედავთ ტალღებს, რომლებიც ეცემა ნაპირს. თქვენ ისმენთ მათ ხმას. თქვენ გრძნობთ ქარს. და თქვენ იკითხავთ, საიდან მოდის ეს ტალღები? რა არის მათი წარმოშობა? თქვენ იწყებთ დაკვირვებას. თქვენ ამჩნევთ, რომ ტალღები უფრო დიდია, როცა ქარი უფრო ძლიერია. თქვენ ამჩნევთ, რომ ისინი როსინი მოდის გარკვეული მიმართულებიდან. თქვენ იწყებთ აშენებას მოდელისა, იდეას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ოკეანე. თქვენი მოდელი არ არის სრულყოფილი. ის არ ხსნის ყველაფერს, მაგრამ ის ხსნის რაღაცას და ყოველი ახალი დაკვირვება აუნჯობესებს მას. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვინმე გეკითხებათ, მაგრამ საიდან მოვიდა თავად ოკეანე? რა იყო პირველი ტალღის წინ? და თქვენ აცნობიერებთ, რომ ეს არის უფრო ღრმა კითხვა. ის მოითხოვს გაგებას არა მხოლოდ ტალღებისა, არამედ წყლის, გრავიტაციის, პლანეტის ფორმირების, მზის სისტემის ისტორიის. ეს არის უფრო რთული, მაგრამ ის არ არის შეუძლებელი. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ძიება. თქვენ შეგიძლიათ გააღრმაოთ თქვენი გაგება. მაგრამ შემდეგ ვინმე გეკითხებათ, რატომ არსებობს რაღაც, ნაცვლად არაფრისა? და აქ თქვენ აღწევთ განსხვავებული სახის კითხვას. ეს არ არის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რაღაც. ეს არის კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არსებობს რაღაც საერთოდ. და ეს შეიძლება იყოს კითხვა, რომელზეც მეცნიერება არასოდეს შეძლებს პასუხის გაცემას. არა იმიტომ, რომ მეცნიერება სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვა შეიძლება იყოს გარეთ მეცნიერების ფარგლებისა. ის შეიძლება იყოს ფილოსოფიური კითხვა, მეტაფიზიკური კითხვა. კითხვა, რომელზეც სხვადასხვა ადამიანები მისცემენ სხვადასხვა პასუხს, მათი ღირებულებების, მათი რწმენის, მათი მსოფლმხედველობის საფუძველზე. და რა იყო დიდ აფეთქებამდე შეიძლება იყოს მსგავსი სახის კითხვა. ის შეიძლება იყოს კითხვა, რომელიც იწყება როგორც მეცნიერული, როგორ მუშაობს სამყარო, როგორ ვითარდება ის, რა არის მისი ისტორია, მაგრამ რომელიც საბოლოოდ გადადის რაღაც უფრო ღრმაში. რაღაც, რაც ეხება არა მხოლოდ ფიზიკას, არამედ მეტაფიზიკას. არა მხოლოდ როგორ, არამედ რატო. არა მხოლოდ რა ხდება, არამედ რატომ არსებობს რაღაც რომ მოხდეს. მოდით დაუბრუნდეთ იმ იდეას, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ადრე.
იდეას, რომ დრო შეიძლება არ იყოს ფუნდამენტური. რომ ის შეიძლება იყოს გამოჩენილი თვისება, რაღაც რაც წარმოიქმნება უფრო ღრმა, უდროო რეალობიდან. თუ ეს მართალია და ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ის მართალი, მაგრამ თუ ის მართალია, მაშინ მთელი ჩვენი გზა აზროვნებისა დიდ აფეთქებაზე იცვლება. ჩვენ ვფიქრობთ დიდ აფეთქებაზე როგორც მოვლენაზე დროში, როგორც რაღაცაზე, რაც მოხდა 15 მილიარდი წლის წინ. მაგრამ თუ დრო თავად არის გამოჩენილი, თუ ის არ არსებობს ფუნდამენტურ დონეზე, მაშინ დიდი აფეთქება არ არის მოვლენა დროში. ის არის რაღაც სხვა. ის არის რა? ის არის გადასვლა? ის არის საზღვარი? ის არის მათემატიკური სტრუქტურა? ჩვენ არ გვაქვს სიტყვები ამის აღსაწერად, რადგან ჩვენი ენა, ჩვენი ცნებები, ჩვენი გზა აზროვნებისა, ყველა ეს ჩამოყალიბდა სამყაროში, სადაც დრო არსებობს, სადაც მიზეზი წინ უსწრებს შედეგს, სადაც რამედაც რამე ხდება მანამდე და შემდეგ. აი რაც ჩვენ ვახცევთ. ჩვენი გაგების აბსოლუტურ საზღვარს. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, ენა, ლოგიკა, ინტუიცია, რომლებიც შექმნილია ერთი სახის რეალობისთვის, რათა გავიგოთ სრულიად განსხვავებული სახის რეალობა. ეს არის ისეთივე, როგორც თუ თქვენ ცდილობდით აღწეროთ ფერს ვინმესთვის, ვინც დაიბადა ბრმა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტაფორები. წითელი არის ცხელი, ლურჯი არის მშვიდი, მაგრამ ეს მეტაფორები არასოდეს გადმოსცემს რეალურ გამოცდილებას ფერის ხილვისა. ანალოგიურად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათემატიკა, ანალოგიები, მოდელები, რათა ვისაუბროთ იმაზე, რაც იყო დიდ აფეთქებამდე, მაგრამ ეს ინსტრუმენტები შეიძლება არასოდეს გადმოსცემ რეალურ ბუნებას იმისა, რაზეც ჩვენ საუბრობთ. და აქ არის, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსნები. აბსოლუტურად, რადიკალურად პატიოსნები. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს იდეები, ბრწყინვალე, ლამაზი, მათემატიკურად ელეგანტური იდეები, მაგრამ ისინი არის მხოლოდ იდეები. ისინი შეიძლება იყოს მართალი, ისინი შეიძლება იყოს არასწორი. ისინი შეიძლება იყოს ნაწილობრივ მართალი და ნაწილობრივ არასწორი. ან ისინი შეიძლება იყოს სრულიად არასწორი გზით აზროვნებისა პრობლემაზე. მაგრამ აქ არის რაღაც საოცარი. ეს არ ცოდნა არ არის წარუმატებლობა. ის არის მიღწევა. ის არის ნიშანი იმისა, თუ რამდენად შორს მივედით. 2000 წლის წინ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ დედამიწა იყო ბრტყელი, რომ მზე ბრუნავდა დედამიწის გარშემო, რომ ვარსკვლავები იყო პატარა შუქები, რომლებიც მიმაგრებული იყო ცის გუმბათზე. ახლა ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა არის პლანეტა, რომელიც ბრუნავს მზის გარშემო, რომელიც თავად არის ერთი ვარსკვლავი, ასობით მილიარდ ვარსკვლავს შორის ჩვენს გალაქტიკაში, რომელიც თავად არის ერთი გალაქტიკა, ასობით მილიარდ გალაქტიკას შორის დაკვირვებად სამყაროში. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო არის 18 მილიარდი წლის. ჩვენ ვიცით, რომ ის დაიბადა ცხელ მკვრივ მდგომარეობაში. ჩვენ ვიცით, რომ ის ფართოვდება. ჩვენ ვიცით, რომ ის შედგება ატომებისგან, რომლებიც შედგებიან ელექტრონებისგან და ბირთვებისგან, რომლებიც შედგებიან კვარკებისგან. ჩვენ ვიცით, რომ ეს ატომები ჩამოყალიბდნენ ვარსკვლავებში. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ, თქვენ და მე ვართ შექმნილები ვარსკვლავების მტვრისგან. ეს არის საოცარი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ადამიანური ცივილიზაციისა. და ჩვენ მივახციეთ მას არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით ყველა პასუხი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით მზად ვეთქვათ, ჩვენ არ ვიცით. და შემდეგ გაგვევძელებინა ძიება. ყოველი დიდი მეცნიერული რევოლუცია დაიწყო ვინმეს მიერ, ვინც იყო საკმარისად პატიოსანი, რომ ეთქვა, ძველი იდეები არ მუშაობს. ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი. კოპერნიკმა თქვა ეს გეოცენტრული მოდელის შესახებ. ნიუტონმა თქვა ეს არისტოტელეს ფიზიკის შესახებ. აინშტაინმა თქვა ეს ნიუტონის გრავიტაციის შესახებ. და ახლა ჩვენ ვამბობთ ამას აინშტაინის თეორიის შესახებ. არა იმიტომ, რომ ის არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ის არასრულია. ის არ მუშაობს კვანტურ მასშტაბზე. ის არ მუშაობს დიდი აფეთქების პირველ წამში. ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი. და ეს რაღაც ახალი შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით. ის შეიძლება მოითხოვდეს ახალ ცნებებს, ახალ მათემატიკას, ახალ გზას აზროვნებისა რეალობაზე. ის შეიძლება მოითხოვდეს, რომ ჩვენ მივატოვოთ იდეები, რომლებიც ჩანან თვითგანსაზღვრულად ჭეშმარიტად. იდეები, როგორიცაა დრო მიედინება, მიზეზი წინ უსწრებს შედეგს. რეალობა არის ერთი. ეს იქნება რთული, ეს იქნება დისკომფორტული. მაგრამ ეს ასევე იქნება ამაღელვებელი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ახალი რევოლუციის ზღვარზე. რევოლუციის, რომელიც შეცვლის ჩვენს გაგებას რეალობისა ისევე ფუნდამენტურად, როგორც კოპერნიკმა, ნიუტონმა და აინშტაინმა შეცვალეს ის. მაგრამ მანამდე, სანამ ეს რევოლუცია მოხდება, ჩვენ უნდა ვცხოვროთ გაურკვევლობასთან. ჩვენ უნდა ვიყოთ კომფორტულები არ ცოდნასთან. და ეს არის რთული, რადგან ჩვენი ტვინები არ მოსწონთ გაურკვევლობა. ისინი მოსწონთ ნიმუშები, ახსნები, ნარატივები.
ისინი მოსწონთ იმის გრძნობა, რომ სამყარო აზრს იძენენს, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს გაგებული. მაგრამ რეალობა არ ვალდებულია შეესაბამებოდეს ჩვენს მოლოდინებს. ის არ ვალდებულია იყოს კომფორტული, ინტუიციური, ადვილად გასაგები. ის უბრალოდ არის. და ჩვენი საქმეა, რომ ვიკვლიოთ ის, ვიმეცადინოთ მასზე, ვისწავლოთ მისგან. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული ან დისკომფორტული ეს შეიძლება იყოს. აი რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით. სამყარო არის უცნაური. ის არის უცნაური გზებით, რომლებიც აღემატება ჩვენს ყველაზე ველურ წარმოსახვას. კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ ნაწილაკები შეიძლება იყოს ორ ადგილას ერთდროულად, რომ ისინი შეიძლება იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან კისიერად მთელ სამყაროში, რომ თავად დაკვირვების აქტი სulis რეალობას. ზოგადი ფარდობითობა გვეუბნება, რომ დრო შენელდება ძლიერ გრავიტაციულ ველებში, რომ სივრცე იხრება მასის მიერ, რომ შავი ხვრელები არსებობს, რეგიონები, სადაც გრავიტაცია არის ისეთი ძლიერი, რომ არაფერი, თუნდაც სინათლე არ შეუძლია გაქცევა. კოსმოლოგია გვეუბნება, რომ სამყარო დაიბადა ცხელ მკვრივ მდგომარეობაში 19 მილიარდი წლის წინ, რომ ის ფართოვდება, რომ ის შედგება ძირითადად ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიისგან, ნივთიერებებისგან, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, ვერ პირდაპირ ვაღმოვაჩენთ, მაგრამ რომლებიც შეადგენენ 95% სამყაროს მთლიანი მასა ენერგიის. ყველა ეს არის უცნაური. ყველა ეს ეწინააღმდეგება ჯანსაღაზრს, მაგრამ ყველა ეს არის მხარდაჭერილი უზარმაზარი რაოდენობით მტკიცებულებებით. ეს არის რეალობა. და თუ რეალობა არის ასე უცნაური იმ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, წარმოიდგინეთ, რამდენად უცნაური შეიძლება იყოს იმ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ ვერ შეგვიძლია დავაკვირდეთ. დიდი აფეთქების პირველ წამში, შავი ხვრელის ცენტრში, კვანტურ მასშტაბზე, სადაც სივრცე და დრო თავად ხდებიან ბუშტუკებიანი, ქაოსური, გაურკვეველი. და აქ არის საბოლოო ყველაზე ღრმა გაკვეთილი. ჩვენ როგორც სახეობა ვართ ნაწილი ამ უცნაური, ლამაზი, გაუგებარი სამყაროსი. ჩვენ არ ვართ გარეთ მისი, ვაკვირდებით მას. ჩვენ ვართ შიგნით მისი, ნაწილი მისი. ყოველი ატომი თქვენს სხეულში ჩამოყალიბდა ვარსკვლავში. ნახშირბადი თქვენს ხორცში, კალციუმი თქვენს ძვლებში, რკინა თქვენს სისხლში. ყველა ეს შეიქმნა ვარსკვლავების ბირთვულ ღუმელებში. შემდეგ გაიფანტა სივრცეში, როცა ეს ვარსკვლავები აფეთქდნენ როგორც სუპერნოვები. თქვენ ხართ სიტყვასიტყვით ვარსკვლავების მტვერი. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც კოსმოსი იკვლევს საკუთარ თავს. და ეს ნიშნავს, რომ როცა ჩვენ ვეკითხებით, რა იყო დიდ აფეთქებამდე, ჩვენ არ ვეკითხებით ხმით მხოლოდ სამყაროს შესახებ. ჩვენ ვეკითხებებით ჩვენ შესახებ. ჩვენ ვეკითხებით ჩვენი წარმოშობის შესახებ, ჩვენი ბუნების შესახებ, ჩვენი ადგილის შესახებ კოსმოსში. და თუნდაც თუ ჩვენ არასოდეს მივიღებთ სრულ პასუხს, თუნდაც თუ ზოგიერთი ასპექტი ამ კითხვის არჩება სამუდამოდ მიუწვდომელი, თავად ძიება, თავად კითხვის დასმის აქტი არის რაღაც ღრმად მნიშვნელოვანი. ის არის ის, რაც აქცევს ჩვენ ადამიანებად. ის არის ის, რაც აქცევს ჩვენ განსაკუთრებობად. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც ვიცით, რომელიც შეუძლია შეხედოს ცას და იკითხოს. საიდან მოვედით? როგორ დაიწყო ყველაფერი? რა არის ჩვენი ადგილი კოსმოსში? რა იყო დიდ აფეთქებამდე? ეს კითხვები შეიძლება არ იყოს პასუხგაცემული, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დაუსვათ ისინი, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვცდილობთ უპასუხოთ მათ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას მიუხედავად გაურკვევლობისა, მიუხედავად სირთულისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არასოდეს მივახციოთ საბოლოო პასუხს, ეს არის რაღაც ღრმად ლამაზი. ეს არის ის, რაც აქცევს ჩვენ ღირსეულებად იმ სამყაროსი, რომელმაც შექმნა ჩვენ. სამყარო არის 18 მილიარდი წლის. ის არის 85 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრის. ის შეიცავს ასობით მილიარდ გალაქტიკას. თითოეული მათგანი შეიცავს ასობით მილიარდ ვარსკვლავს. და ამ უზარმაზარ, ძველ, შეუცნობელ კოსმოსში, ერთ პატარა პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ერთი საშუალო ვარსკვლავის გარშემო, ერთი საშუალო გალაქტიკის გარეთა რეგიონში, არსებობს არსებები, ჩვენ, რომლებსაც შეუძლიათ დაფიქრდნენ ყველა ამაზე. რომლებსაც შეუძლიათ იკითხონ როგორ და რატომ. რომლებსაც შეუძლიათ აშენონ ტელესკოპები და დამაჩქარებლები და დეტექტორები. რომლებსაც შეუძლიათ დაწერონ განტოლებები, რომლებიც აღწერენ სამყაროს ქცევას. რომლებსაც შეუძლიათ გაიგონ, თუნდაც ნაწილობრივ, როგორ მუშაობს რეალობა. ეს არის საოცარი. და ეს არის საკმარისი. თუნდაც თუ ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ რა იყო დიდ აფეთქებამდე, თუნდაც თუ ეს კითხვა რჩება სამუდამოდ უპასუხოთ, ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დაუსვათ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვცდილობთ უპასუხოთ მას, ის ფაქტი, რომ ჩვენ მივახციეთ წერტილს, სადაც ჩვენ ხედავთ ჩვენი გაგების საზურებს და ვაგრძელებთ ძიებას მიუხედავად ამისა,
ეს არის ის, რაც აქცევს ჩვენ ადამიანებად. ეს არის ის, რაც აქცევს ჩვენ ღირსეულებად, ამ უზარმაზარი, ძველი, ლამაზი, უცნაური სამყაროსი, რომელიც შექმნა ჩვენ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. რაღაც, რაც აღემატება ფიზიკას, აღემატება კოსმოლოგიას, აღემატება თუნდაც მეცნიერებას. როცა ჩვენ ვეკითხებით, რა იყო დიდაფეთქებამდე, ჩვენ რეალურად ვეკითხებით უფრო ღრმა კითხვას. კითხვას, რომელიც აწუხებდა ფილოსოფოსებს ათასობით წლის განმავლობაში, ბევრად მანამდე, სანამ ჩვენ გვქონდეს ტელესკოპები ან განტოლებები. ჩვენ ვეკითხებით, რატომ არსებობს რაღაც, ნაცვლად არაფრისა. ეს არის კითხვა, რომელიც არ ქრება, როცა თქვენ უპასუხებთ მას მეცნიერებით. თუ თქვენ მეუბნებით, რომ სამყარო წარმოიშვა კვანტური რყევიდან, მე შემიძლია გკითხოთ, რატომ არსებობდა კვანტური ვაკუუმი. თუ თქვენ მეუბნებით, რომ იყო სხვა სამყარო მანამდე, მე შემიძლია გკითხოთ, რატომ არსებობდა ის სამყარო. თუ თქვენ მეუბნებით, რომ არის უსასრულო ციკლი სამყაროებისა, მე შემიძლია გკითხოთ, რატომ არსებობს ეს ციკლი. თუ თქვენ მეუბნებით, რომ არის მულტივერსი მე შემიძლია გკითხოთ, რატომ არსებობს მულტივერსი. ყოველი ახსნა უბრალოდ ათავსებს კითხვას ერთი დონით უფრო ღრმად. ის არასოდეს აკრობს მას. და ეს არის იმიტომ, რომ ეს არ არის მეცნიერული კითხვა. ეს არის მეტაფიზიკური კითხვა. ეს არის კითხვა არა იმის შესახებ, როგორ მუშაობს რეალობა, არამედ რატომ არსებობს რეალობა საერთოდ. და მეცნიერება თავისი ბუნებით არ შეუძლია უპასუხოს ამ კითხვას. არა იმიტომ, რომ მეცნიერება სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვა არის გარეთ მეცნიერების ფარგლებისა. მეცნიერება იკვლევს, როგორ მუშაობს ბუნება. ის არ შეუძლია უპასუხოს, რატომ არსებობს ბუნება. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ეს კითხვა არ აქვს პასუხი, რადგან ის არის ლოგიკურად შეუძლებელი. ისინი ამბობენ, არსებობა არ საჭიროებს ახსნას. ის უბრალოდ არის. ის არის ფუნდამენტური ფაქტი, საიდანაც ყველაფერი სხვა გამომდინარეობს. სხვები ამბობენ, რომ კითხვა თავად არის არასწორად ფორმულირებული, რომ ის ვარაუდობს, რომ არაფერი არის შესაძლო მდგომარეობა, მაშინ როცა შეიძლება ის არ იყოს. შეიძლება არსებობა არ საუცილებელი. შეიძლება არაფერი არის ლოგიკური შეუძლებლობა, ისეთივე როგორც მრგვალი კვადრატი ან დაქორწინებული ბაჩი. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ კითხვას აქვს პასუხი, მაგრამ პასუხი არის გარეთ მეცნიერებისა. ისინი ამბობენ, არსებობს შემქმნელი, ღმერთი, საბოლოო რეალობა, რომელიც არის მიზეზი ყველაფრისა. ეს არის თეოლოგიური პასუხი. და ის არის მოქმედი რწმენის საკითხი, არა მეცნიერების. მეცნიერება არ შეუძლია დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის არსებობა. ის შეუძლია მხოლოდ შეისწავლოს ბუნებრივი ახსნები ბუნებრივი ფენომენებისთვის. მაგრამ აქ არის რაღაც საინტერესო. ყველა ეს პერსპექტივა, მეცნიერული, ფილოსოფიური, თეოლოგიური, ყველა ისინი ცდილობენ გაუმკლავდნენ იმავე ფუნდამენტურ საიდუმლოს არსებობისა. საიდუმლოს იმისა, რომ არის რაღაც, ნაცვლად არაფრისა. და ის ფაქტი, რომ ჩვენ როგორც სახეობა ვცდილობთ გაუმკლავდეთ ამ საიდუმლოს, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაშენებთ ტელესკოპებს და ტაძრებს, ვწერთ განტოლებებს და ლოცვებს, ვიკვლევთ ატომებს და ვმედიტირებთ უსასრულობაზე, ეს არის რაღაც ღრმად მნიშვნელოვანი ჩვენ შესახებ. ჩვენ ვართ არსებები, რომლებიც არ შეგვიძლია შევჩერდეთ კითხვაზე. ჩვენ ვართ არსებები, რომლებიც ვეძებთ აზრს, ნიმუშს, ახსნას. ეს არის ჩაშენებული ჩვენს ბუნებაში. ბავშვი, რომელიც იკითხავს რატომ და შემდეგ მაგრამ რატომ უსასრულოდ, ეს ბავშვი აკეთებს რაღაც ღრმად ადამიანურს. ის ეძებს გაგებას, ის ეძებს კავშირს, ის ეძებს თავის ადგილს სამყაროში. და როცა ჩვენ, როგორც მოზრდილები, როგორც მეცნიერები, როგორც ფილოსოფოსები, ვეკითხებით, რა იყო დიდ აფეთქებამდე, ჩვენ ვაკეთებთ იმავეს. ჩვენ ვეძებთ გაგებას, ჩვენ ვეძებთ კავშირს, ჩვენ ვეძებთ ჩვენს ადგილს კოსმოსში. და თუნდაც თუ ჩვენ არასოდეს მივიღებთ სრულ პასუხს, თავად ძიება არის ღირებული. რადგან ძიების პროცესში ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენ ვიზრდებით, ჩვენ ხვდებით უფრო ღრმად დაკავშირებულები რეალობასთან. მოდით ვიყოთ აბსოლუტურად კონკრეტულები იმის შესახებ, რასაც ჩვენ არ ვიცით. არა იმიტომ, რომ ეს დამამცირებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის პატიოსანი. ეს არის რეალური მეცნიერება. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა დრო ფუნდამენტური, თუ ის არის გამოჩენილი თვისება. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სივრცე უწყვეტი, თუ ის არის დისკრეტული პლანკის მასშტაბზე. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სინგულარობაში, შავი ხვრელის ცენტრში, დიდი აფეთქების დასაწყისში. ჩვენი განტოლებები იშლებიან, ისინი იძლევიან უსასრულობებს. ეს ნიშნავს, რომ რაღაც არის არასწორი, ან ჩვენს განტოლებებში, ან ჩვენს გაგებაში იმისა, რაც ხდება იქ. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ხედავთ თმის გრავიტაციულ ეფექტებს გალაქტიკებზე, გალაქტიკების კლასტერებზე, კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებაზე.
ჩვენ ვიცით, რომ ის შეადგენს დაახლოებით 27% სამყაროს მთლიანი მასა ენერგიისა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა არის ის. ჩვენ არ ვიცით შედგება თუ არა ის ნაწილაკებისგან და თუ ასეა, რა სახის ნაწილაკებისგან. 10 წლეულების განმავლობაში ჩვენ ვეძებდით ბნელი მატერიის ნაწილაკებს ლაბორატორიებში. ჯერჯერობით არაფერი. ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი ენერგია. ეს არის კიდევ უფრო საიდუმლოებელი. ჩვენ ვიცით, რომ სამყაროს გაფართოება აჩქარებს. ეს არ უნდა ხდებოდეს. გრავიტაცია უნდა ანელელებდეს გაფართოებას, მაგრამ ის არ ანელებს, ის აჩქარებს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რასაც ჩვენ უწოდებთ ბნელ ენერგიას, რომელიც უბიძგებს სამყაროს გარეთ. ეს რაღაც შეადგენს დაახლოებით 78% სამყაროს მთლიანი მასა ენერგიისა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა არის ის. ჩვენ არ ვიცით რატომ აქვს ის ზუსტად ის მნიშვნელობა, რომელიც მას აქვს. ჩვენ არ ვიცით იცვიცით იცვლება თუ არა ის დროთა განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით რა არის მხოლოდ დაახლოებით 5% სამყაროსი. ნორმალური მატერია, ატომები, ნაწილაკები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ. დანარჩენი 95% არის საიდუმლო. ეს არის ისეთივე, როგორც თუ თქვენ ცდილობდით გაეგოთ ოკეანე, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ დაგენახათ მხოლოდ ზედაპირის 5%. დანარჩენი 95% იქნებოდა უხილავი თქვენთვის. როგორ შეგეძლოთ გაგეგოთ ოკეანე? როგორ შეგეძლოთ გაგეგოთ მისი დინებები, მისი ტემპერატურა, მისი ცხოვრება? თქვენ არ შეძლებდით. და ეს არის ზუსტად სადაც ჩვენ ვართ სამყაროსთან. ჩვენ არ ვიცით რა არის კვანტური გრავიტაციის სწორი თეორია. ჩვენ გვაქვს კანდიდატები, სიმების თეორია, მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, სხვები. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დასრულებული. არც ერთი მათგანი არ არის ექსპერიმენტულად დადასტურებული. ჩვენ არ ვიცით, თუნდაც არის თუ არა ასეთი თეორია შესაძლებელი. შეიძლება გრავიტაცია და კვანტური მექანიკა არიან ფუნდამენტურად შეუთავსებელი. შეიძლება ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი ჩარჩო, რაღაც რაც აღემატება ორივე მათგანს. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა მულტივერსი რეალური. ჩვენ გვაქვს თეორიები, რომლებიც პროგნოზირებენ მას: მარადიული ინფლაცია, სიმების თეორია, მრავალი სამყაროების ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირ მტკიცებულება. ჩვენ არ ვიცით, თუნდაც არის თუ არა შესაძლებელი ასეთი მტკიცებულების მიღება. თუ სხვა სამყაროები არიან სრულიად იზოლირებული ჩვენგან, თუ არ არსებობს გზა დავაკვირდეთ მათ, გავზომოთ ისინი, ან ურთიერთქმედება მოვახდინოთ მათთან, მაშინ როგორ შეიძლება ჩვენ ოდესმე ვიცოდეთ? ჩვენ არ ვიცით რა არის სამყაროს საბოლოო ბედი. იგაფართოვდება ის სამუდამოდ, გაცივდება და გაბნელდება, სანამ ყველა ვარსკვლავი არ ჩაქრება, ყველა შავი ხვრელი არ აორთქლდება და სამყარო არ გახდება ცივი, ცარიელი, უსიცოცხლო. ეს არის სითბური სიკვდილის სცენარი. ან იშლება თუ არა ბნელი ენერგია უფრო და უფრო ძლიერი, სანამ ის არ დაშლის გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, ატომებს, თუნდაც სივრცე-დროს თავად. ეს არის დიდი დაშლის სცენარი. ან შემოკლდება თუ არა სამყარო, დაბრუნდება უკან საკუთარ თავში, კოლაფსირდება დიდ გრუნტში. ან აირეკლება თუ არა ის, დაიწყებს ახალ ციკლს. ჩვენ არ ვიცით. ჩვენი პროგნოზები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ქცევა ბნელი ენერგია. და ჩვენ არ ვიცით, როგორ ქცევა ბნელი ენერგია. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ცხოვრება სხვაგან სამყაროში. ჩვენ ვიცით, რომ ინგრედიენტები ცხოვრებისთვის, ნახშირბადი, წყალი, ენერგია, არიან გავრცელებული. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მილიარდობით პლანეტები ჩვენს გალაქტიკაში მარტო. ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება დედამიწაზე გამოჩნდა შედარებით სწრაფად, გეოლოგიური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს საერთო. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება. ჩვენ არ ვიცით, თუნდაც სად ვეძებოთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ ამოვიცნოთ ის, თუ ჩვენ ვიპოვით მას. ცხოვრება სხვა პლანეტებზე შეიძლება იყოს ისეთი განსხვავებული ცხოვრებისგან დედამიწაზე, რომ ჩვენ ვერც კი ამოვიცნობდით მას როგორც ცხოვრებას. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ცნობიერება ფუნდამენტური თვისება სამყაროსი. თუ ის არის გამოჩენილი თვისება, რომელიც წარმოიქმნება კომპლექსური ინფორმაციის დამუშავებიდან, ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება. რატომ არის რაღაც, რაც არის იხო ბატი, ან რაღაც, რაც არის იხო ადამიანი. ეს არის ცნობილი როგორც რთული პრობლემა ცნობიერებისა. ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ ტვინის აქტივობა. ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ კონკრეტული ნეირონული ნიმუშები კონკრეტულ გამოცდილებებთან. მაგრამ ჩვენ ვერ ვხსნით, რატომ ეს ნეირონული აქტივობა გრძნობს როგორც რაღაც. რატომ არის სუბიექტური გამოცდილება საერთოდ? და ბოლოს, ყველაზე ღრმა დონეზე. ჩვენ არ ვიცით რა არის რეალობის ბუნება. არის ის ფუნდამენტურად მატერიალური, შედგენილი ნივთიერებისა და ენერგიისგან, ან ის ფუნდამენტურად ინფორმაციული, შედგენილი მონაცემებისა და გამოთვლებისგან. ან არის ის რაღაც სხვა, რაღაც, რისთვისაც ჩვენ არ გვაქვს თუნდაც ცნებები.
ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ რეალობა ფუნდამენტურად არის მათემატიკური სტრუქტურა. სხვები ამბობენ, რომ ის არის კვანტური ინფორმაცია. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს კითხვები არ აქვს აზრი, რომ რეალობის ბუნება არის ცარიელი ფრაზა. ეს არის, რასაც ჩვენ არ ვიცით. და ეს არის მხოლოდ ნაწილობრივი სია. არსებობს უსასრულო რაოდენობა კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხები. და ზოგიერთი ამ კითხვებიდან შეიძლება რჩება უპასუხოდ სამუდამოდ. მაგრამ აქ არის რაღაც საოცარი. ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიცით, რასაც ჩვენ არ ვიცით, არის თავისთავად მიღწევა. 2000 წლის წინ ადამიანები არ იცოდნენ, რასაც ისინი არ იცოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ისინი იცოდნენ ყველაფერი, რომ დედამიწა იყო ბრტყელი, რომ ვარსკვლავები იყო შუქები გუმბათზე, რომ ქარიშხლები იყო ღმერთების რისხვა. ახლა ჩვენ ვიცით საკმარისად, რომ ვიცოდეთ, რამდენს არ ვიცით. ეს არის პროგრესი. ეს არის რეალური პროგრესი. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? გახსოვთ ის პირველი წამი, როცა ჩვენ გთხოვეთ წარმოედგინათ არაფერი. არა ცარიელი სივრცე, არა სიბნელე, არა ვაკუუმი, არამედ ნამდვილი, აბსოლუტური არაფერი. არც სივრცე, არც დროც, არც დრო, არც ფიზიკის კანონები. ახლა ამ მთელი მოგზაურობის შემდეგ, მოგზაურობის უკან დროში, მოგზაურობის კვანტური მექანიკისა და ზოგადი ფარდობითობის გავლით, მოგზაურობის სიმების თეორიისა და მულტივერსის გავლით, მოგზაურობის ჩვენი ცოდნის საზღვრებამდე, ახლა ჩვენ ხვდებით რაღაცას ფუნდამენტურს. ის არაფერი, რომლის წარმოდგენასაც ჩვენ ვცდილობდით, შეიძლება არ იყოს შესაძლებელი. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები წარმოსადგენად, არამედ იმიტომ, რომ არაფერი შეიძლება არ იყოს თანმიმდევრული ცნება. კვანტურ მექანიკაში ვაკუუმი არ არის ცარიელი. ის ბუშტუკებს ენერგიით, ნაწილაკებით, რომლებიც იბადებიან და ქრებიან. ზოგად ფარდობითობაში სივრცე დრო არ არის კონტეინერი, არამედ დინამიური ქსოვილი. ფილოსოფიაში არსებობა შეიძლება იყოს უფრო ფუნდამენტური, ვიდრე არარსებობა. შეიძლება კითხვა, რა იყო დიდ აფეთქებამდე არის ისეთივე, როგორც კითხვა, რა არის ჩრდილოეთ პოლუსის ჩრდილოეთით. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით პასუხი, არამედ იმიტომ, რომ კითხვა თავად ეფუძნება არასწორ დაშვებებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რეალობა. მაგრამ აქ არის რაღაც ლამაზი. თუნდაც თუ კითხვა არ აქვს პასუხი, თავად კითხვის დასმის აქტი გვიყვანს სადღაც ღირებულში. ის გვიყვანს უფრო ღრმა გაგებისკენ დროის, სივრცის, მიზეზობრიობის, არსებობის. ის გვიყვანს უფრო ღრმა დაფასებისკენ იმ საიდუმლოსი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ეხლა ამ წამში, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენ ხართ ნაწილი სამყაროსი, რომელიც 18 მილიარდი წლისაა. სამყაროსი, რომელიც დაიბადა ცხელ, მკვრივ მდგომარეობაში, გაფართოვდა, გაცივდა, ჩამოაყალიბა ვარსკვლავები და გალაქტიკები, შექმნა ატომები ვარსკვლავების ბირთვულ ღუმელებში, გაფანტა ეს ატომები სივრცეში სუპერნოვების მეშვეობით, შეკის მეშვეობით შეკრიბა ისინი პლანეტებად და ამ პლანეტებზე, ან სულ მცირე ერთ პლანეტაზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, შექმნა ცხოვრება. ცხოვრება, რომელიც ევოლუციონირდა, გართულდა, გახდა ცნობიერი, გახდა თვითშემეცნებული. თქვენ ხართ ის თვითშემეცნება. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო იკვლევს საკვართავს. კოთართავს, ყოველი ატომი თქვენ სხეულში არის ნაწილი ამ კოსმიური ისტორიისა. ნახშირბადი თქვენს ხორცში ჩამოყალიბდა ვარსკვლავში, რომელიც ცხოვრობდა და კვდებოდა მილიარდობით წლის წინ. კალციუმი თქვენს ძვლებში, რკინა თქვენს სისხლში, ჟანგბადი თქვენს ფილტვებში, ყველა ეს არის ვარსკვლავების მტვერი. თქვენ ხართ სიტყვასიტყვით კოსმოსის შვილი. და ეს ნიშნავს, რომ როცა თქვენ იკითხავთ, რა იყო დიდ აფეთქებამდე, თქვენ არ იკითხავთ რაღაცაზე გარეთ თქვენი. თქვენ იკითხავთ თქვენი საკუთარი წარმოშობის შესახებ. თქვენ იკითხავთ, როგორ მოხდა, რომ სამყარო, ეს უზარმაზარი, ძველი, უცნაური კოსმოსი შექმნა თქვენ. შექმნა არსება, რომელსაც შეუძლია დაფიქრდეს, იგრძნოს, იკითხოს, იკვირვოს. შეიძლება ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ, რა იყო დიდ აფეთქებამდე. შეიძლება ეს კითხვა რჩება სამუდამოდ გარეთ ჩვენი გაგების ფარგლებისა. შეიძლება არსებობს ფუნდამენტური ლიმიტები იმაზე, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ. ლიმიტები, რომლებიც არ არის ტექნოლოგიური, არამედ ლოგიკური, მეტაფიზიკური, ფეტაფიზიკური, ფუნდამენტური. მაგრამ შეიძლება ეს კარგია. შეიძლება არ ცოდნა არის არა სისუსტე, არამედ ძალა. შეიძლება საიდუმლო არის არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, არამედ საჩუქარი, რომელიც უნდა დაფასდეს. შეიძლება ის ფაქტი, რომ სამყარო აღემატება ჩვენს გაგებას, არის ზუსტად ის, რაც აქცევს მას ღირებულს იკვლევად. რადგან თუ ჩვენ იცოდით ყველაფერს, თუ არ იყო საიდუმლოები, თუ არ იყო კითხვები უპასუხოდ, რა დარჩებოდა? რა იქნებოდა აზრი ცხოვრებისა, სწავლისა, ზრდისა? საიდუმლო არის ის, რაც გვაძლევს მიზანს. კითხვები არის ის, რაც გვაძლევს მიმართულებას. არ ცოდნა არის ის, რაც გვაძლევს მოგრძალებას, კურიოს, საოცრებას.
ასე რომ შეიძლება ჭეშმარიტი კითხვა არ არის, რა იყო დიდ აფეთქებამდე. შეიძლება ჭეშმარიტი კითხვა არის, რატომ ვაგრძელებთ ჩვენ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არასოდეს მივიღოთ პასუხი. და პასუხი შეიძლება არის, რადგან ეს არის ის, რაც აქცევს ჩვენ ადამიანებად. რადგან ძიება თავად არა დანიშნულების ადგილი, არამედ მოგზაურობა, არის ის, რაც აძლევს აზრს ჩვენს არსებობას ამ უზარმაზარ, ძველ, საიდუმლოებით სავსე კოსმოსში. თქვენ ხართ ვარსკვლავების მტვერი, რომელიც ფიქრობს ვარსკვლავებზე. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს. და ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ, რა იყო დიდ აფეთქებამდე, თუნდაც თუ პასუხი რჩება სამუდამოდ მიუწვდომელი, არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე საოცარი, ყველაზე ღრმად მნიშვნელოვანი რამ ამ მთელ კოსმოსში. შეიძლება კითხვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პასუხები. შეიძლება საიდუმლო უფრო ღირებულია ვიდრე ცოდნა. შეიძლება ძიება თავად არის დანიშნულების ადგილი.